ბაქოს ნავთობის მუზეუმის საიდუმლო საცავში, რომელიც 30 წლის განმავლობაში დალუქული იყო, ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს საქაღალდე, რომელიც არ უნდა არსებულიყო. ყვითელი დროთა განმავლობაში გაყვითლებული ქაღალდები, რომლებზეც სპარსული და რუსული ენებით იყო ჩაწერილი ფინანსური ოპერაციები 1919 წელს. დოკუმენტებზე ჩანდა წითელი ბეჭედი, სრულიად საიდუმლო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ საქაღალდიდან 3 გვერდი აკლდა. სწორედ ის გვერდები, სადაც აღწერილი უნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი ფინანსური ტრანზაქცია კავკასიის ისტორიაში, 4 სამხედრო ხომალდი შეძენა ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვა არც კი ჰქონდა. ვინ წაიღო ეს გვერდები? რატომ? და რაზე მეტყველებდა ის ციფრები, რომლებიც ერთმა კერძო პირმა გადაიხადა მთელი სახელმწიფოს ნაცვლად. ეს არის ისტორია კაცზე, რომელმაც სცადა მილიონებით შეესყიდა თავისუფლება საკუთარი ქვეყნისთვის და ამ ისტორიის ყველაზე საიდუმლო ფურცლები დღემდე დაკარგულია. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ერთ საღამოს ხარჯავს იმდენს, რამდენსაც მთელი ქალაქის მუშები ერთ წელიწადში გამოიმუშავებენ. წარმოიდგინეთ სახლი, სადაც ყოველი ოთახი არის ხელოვნების მუზეუმი, სადაც შამპანური მდინარეებივით მიედინება, სადაც ყოველი საღამო არის თეატრალური წარმოდგენა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი არ არის უბრალოდ მდიდარი ჰედონისტი, არამედ პატრიოტი, რომელიც თავის მთელ ქონებას აქცევს იარაღად, რომლითაც ცდილობს დაიცვას ახალდაშობილი სახელმწიფო. ეს არის ისტორია აკაკი ხოშტარიას შესახებ, ადამიანის შესახებ, რომელიც იყო ქართული ვერსია ფიცჯერალდის გეტსბის, მაგრამ მისი ზღაპარი არ იყო ილუზიაზე აგებული, ის აშენებდა რეალურ იმპერიას, რომელიც ემსახურებოდა არა მხოლოდ მის ამბიციებს, არამედ მთელი ერის ოცნებას. 1973 წელს, როდესაც აკაკი ხოშტარია დაიბადა თბილისში, არავინ ვარაუდობდა, რომ ეს ბავშვი ერთ დღეს იქნება ადამიანი, რომლის ხელმოწერა შეძლებდა ქვეყნის ბედის შეცვლას. მისი ოჯახი არ იყო გაჭირვებული, მაგრამ არც არისტოკრატიული. ისინი იყვნენ ის, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ შუაფენას, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკმარისი განათლებისთვის, მაგრამ არა იმპერიის შესაქმნელად. მაგრამ აკაკის თვალებში იწვოდა რაღაც, რაც მის მშობლებს აშინებდა და ამაღელებდა ერთდროულად შეუზღუდავი ამბიცია. როდესაც სხვა ბიჭები თამაშობდნენ ქუჩებში, აკაკი იჯდა მამამისის კაბინეტში და კითხულობდა ფინანსურ გაზეთებს. როდესაც მისი თანატოლები ოცნებობდნენ სამხედრო კარიერაზე, იგი ოცნებობდა ნავთობის ჭაბურღილებზე, რომლებიც ამოიტუმბავდნენ შავ ოქროს ბაქოს უდაბნოებიდან. ბაქო. ეს სახელი მაშინ ნიშნავდა იმას, რასაც დღეს ნიშნავს სილიკონის ველი ან უოლ-სტრიტი. ეს იყო ადგილი, სადაც ღარიბი კაცი შეძლებდა გამდიდრებას ერთ ღამეში, ან დაკარგავდა ყველაფერს მეორე ღამეს. 1990-იან წლებში, როდესაც ახალგაზრდა აკაკი ჩავიდა ბაქოში, ქალაქი იყო ქაოსის, ამბიციების და შესაძლებლობების კოქტეილი. ნავთობის ფონტანები ამოფრქვეოდნენ ცისკენ და ყოველი ფონტანი ნიშნავდა ახალ მილიონერს. მაგრამ აკაკი არ ჩავიდა იქ, რომ გახდომოდა კიდევ ერთი მდიდარი. მას სურდა გახდომოდა ლეგენდა. და ის გახდა. როგორ? ეს არის კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები დღემდე კამათობენ. ზოგიერთი ამბობს, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი, უნარი და ენახა ნავთობი იქ, სადაც სხვები ხედავდნენ მხოლოდ უდაბნოს. სხვები ამბობენ, რომ მას ჰქონდა კავშირები სწორი ადამიანების სწორ ადგილებზე, რომლებიც აძლევდნენ მას ინფორმაციას ადრე, ვიდრე ის საჯაროდ გახდებოდა. მაგრამ ყველა თანხმდება ერთში, აკაკი ხოშტარია არ იყო უბრალოდ ბიზნესმენი. ის იყო ხედვის მქონე ადამიანი. როდესაც სხვები ყიდულობდნენ ერთ ჭაბურღილს, ის ყიდულობდა 10-ს. როდესაც სხვები ინახავდნენ თავიანთ მოგებას ბანკებში, ის რეინვესტირებდა ყველაფერს ახალ პროექტებში. და როდესაც სხვები ზღუდავდნენ თავიანთ ბიზნესს ბაქოთი, აკაკი გავიდა საზღვრებს გარეთ სპარსეთში, სადაც ნავთობის მარაგები იყო უსასრულო, მაგრამ რისკები კიდევ უფრო დიდი. სპარსეთის თავგადასავალი იყო ის, რაც აკაკის გააკეთა არა მხოლოდ მდიდრად, არამედ ლეგენდად. 1919 წელს, როდესაც მან მოაწყო თავისი პირველი ექსპედიცია სპარსეთის უდაბნოში, ყველა ამბობდა, რომ ის გიჟია. იქ არაფერია, ამბობდნენ მისი კონკურენტები. შენ დახარჯავ ყველაფერს და დაბრუნდები ცარიელი ხელებით. მაგრამ აკაკი იცოდა რაღაც, რასაც სხვები არ იცოდნენ. მას ჰქონდა რუკები, ძველი სპარსული რუკები, რომლებიც მიუთითებდნენ გეოლოგიურ ფორმაციებზე, სადაც ნავთობი უნდა ყოფილიყო. და ის მართალი აღმოჩნდა. მისი პირველივე ჭაბურღილი სპარსეთში იყო ფონტანი, ისეთი ძლიერი, რომ ნავთობი ამოფრქვეოდა 2 კვირის განმავლობაში, სანამ მათ შეძლებდნენ მის კონტროლს. მაგრამ ფული იყო მხოლოდ საშუალება, არა მიზანი. აკაკი ხოშტარია არ იყო ის ტიპის ადამიანი, რომელიც აგროვებდა მილიონებს, რომ ეძინა მათზე, როგორც დრაკონი.
ის იყო ადამიანი, რომელიც აგროვებდა მილიონებს, რომ შეექმნა რაღაც დიდი, რაღაც მშვენიერი, რაც გადარჩებოდა მას. და პირველი რაც მან შექმნა, იყო არა ქარხანა და არა ბანკი. ის იყო სასახლე სიყვარულისთვის. მინადორა. ეს სახელი თბილისის საზოგადოებაში ითქმოდა ჩურჩულით, პატივისცემით და ცოტა შურით. ის იყო ქალი, რომელმაც მოიგო აკაკი ხოშტარიას გული და ეს არ იყო ადვილი მოსაგები ტროფეი. აკაკი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველაფრის ყიდვა, მაგრამ მინადორას სიყვარული არ იყიდებოდა. ის იყო ქალი განათლებული, დახვეწილი და მოუკიდებელი, ქალი, რომელიც არ ეძებდა მდიდარ ქმარს, არამედ პარტნიორს ცხოვრებაში. და როდესაც ისინი შეხვდნენ, ეს იყო არა ქორწინება გაანგარიშებით, არამედ ნამდვილი რომანტიკა, ისეთი, რომელზეც წერენ წიგნებს. აკაკიმ გადაწყვიტა, რომ მისი ცოლი იცხოვრებდა სასახლეში. არა უბრალოდ დიდ სახლში, სასახლეში, რომელიც იქნებოდა ხელოვნების ძეგლი, არქიტექტურის შედევრი, ადგილი, სადაც ყოველი კუთხე მოგვითხრობდა ისტორიას. 1919 წელს დაიწყო მშენებლობა იმ შენობისა, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ხელოვნების სასახლე თბილისში. წარმოიდგინეთ შენობა, სადაც ყოველი სვეტი არის მარმარილოსგან, სადაც ჭერები მოხატულია ფრესკებით, რომლებსაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ სისტინის კაპელას, სადაც კიბეები არის ისეთი ფართო და ელეგანტური, რომ გგონია ადიხარ ცაში. ეს არ იყო უბრალოდ სახლი. ეს იყო განცხადება. განცხადება იმის შესახებ, რომ აკაკი ხოშტარია არ არის უბრალოდ მდიდარი ბიზნესმენი, ის არის მეცენატი, ხელოვნების მფარველი, ადამიანი, რომელიც ესმის, რომ ნამდვილი სიმდიდრე არ არის ფულში, არამედ სილამაზეში. სასახლის მშენებლობას დასჭირდა 3 წელი. 3 წელი, რომლის განმავლობაც აკაკი პირადად აკონტროლებდა ყოველ დეტალს. ის არ იყო ის ტიპის მფლობელი, რომელიც უბრალოდ იხდის ფულს და ელოდება შედეგს. ის იყო იქ ყოველ დღე, ესაუბრებოდა არქიტექტორებს, მხატვრებს, ხუროებს. მას სურდა, რომ ყოველი ქვა, ყოველი ფანჯარა, ყოველი ორნამენტი ყოფილიყო სრულყოფილი. და როდესაც სასახლე საბოლოოდ დასრულდა, თბილისი გაოცებული იყო. ეს იყო შენობა, რომელიც არ ჰგავდა არაფერს, რაც ადრე ნანახი იყო კავკასიაში. ეს იყო ნაწილი ევროპული ელეგანტობა, ნაწილი აღმოსავლური მდიდრულობა, ნაწილი ქართული სული. მაგრამ სასახლე იყო მხოლოდ დასაწყისი. აკაკი ხოშტარია იყო ადამიანი, რომელიც არ შეეძლო ცხოვრება მშვიდად. მას სჭირდებოდა მოქმედება, პროექტები, ოცნებები, რომლებიც იქცეოდნენ რეალობად. და მისი შემდეგი დიდი პროექტი იყო არა პირადი, ის იყო ეროვნული. 1918 წელს, როდესაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, აკაკი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გაიგო, რომ ახალ სახელმწიფოს სჭირდებოდა არა მხოლოდ ენთუზიაზმი, მას სჭირდებოდა ფული. ძალიან ბევრი ფული. რას ნიშნავს შექმნა სახელმწიფო ნულიდან? ეს ნიშნავს არმიის შექმნას, ადმინისტრაციის შექმნას, ინფრასტრუქტურის შექმნას. ეს ნიშნავს ხელფასების გადახდას ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც მუშაობენ ახალი ქვეყნის სასარგებლოდ. ეს ნიშნავს იარაღის ყიდვას, საზღვრების დაცვას, დიპლომატიური მისიების გაგზავნას. და საიდან მოდის ეს ფული, როდესაც შენი ქვეყანა ახალი დაბადებულია, როდესაც შენ არ გაქვს არც ოქრო, არც ვალუტის რეზერვები, არც საერთაშორისო აღიარება? პასუხი მარტივია, ის მოდის პატრიოტებისგან, რომლებსაც შეუძლიათ გადაიხადონ. აკაკი ხოშტარია იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი პირველი რესპუბლიკისთვის. მაგრამ ის არ იყო უბრალოდ დონორი, ის იყო პარტნიორი. როდესაც მთავრობას სჭირდებოდა ფული სასწრაფოდ, აკაკი არ ელოდა ოფიციალურ თხოვნას. ის თვითონ მიდიოდა და ამბობდა, რამდენი გჭირდებათ, და როდესაც მას ეუბნებოდნენ ციფრს, რომელიც შეაშინებდა ნებისმიერ ბანკირს, აკაკი უბრალოდ კივოდა და წერდა ჩეკს. ის არ ითხოვდა პროცენტებს. ის არ ითხოვდა გარანტიებს. ის ითხოვდა მხოლოდ ერთს, რომ ეს ფული დახარჯულიყო საქართველოს სასარგებლოდ. მაგრამ მისი ყველაზე ამბიციური და ყველაზე საოცარი პროექტი იყო ფლოტი. ფლოტი ქვეყნისთვის, რომელსაც არ ჰქონდა ზღვა. როგორ ეს მოხდა? რატომ გადაწყვიტა აკაკიმ, რომ საქართველოს სჭირდებოდა სამხედრო ხომალდები? და რა მოხდა იმ ხომალდებთან, რომლებიც მან იყიდა? ეს არის ისტორია, რომელიც ჟღერს როგორც თავგადასავალი რომანი, მაგრამ ყოველი სიტყვა მასში არის სიმართლე, სიმართლე, რომელიც დაფარულია დაკარგული დოკუმენტებით და დალუქული არქივებით. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო აკაკი ხოშტარიას ფინანსურ ოპერაციებზე ბაქოში, თანახმა გახდა ისაუბროს კამერის წინაშე.
მისი სახელია გიორგი და ის დღეს 90 წლისაა, მაგრამ მისი მეხსიერება არის კრისტალურად ნათელი, როდესაც საქმე ეხება იმ დღეებს, როდესაც ის მუშაობდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანისთვის კავკასიის ისტორიაში. აკაკი ბატონი არ იყო ის, რასაც ხალხი ფიქრობდა, იწყებს გიორგი და მისი ხელები ოდნავ კანკალებს, როდესაც ის იხსენებს. ყველა ფიქრობდა, რომ ის იყო უბრალოდ მდიდარი კაცი, რომელსაც უყვარდა ფუფუნება. მაგრამ სიმართლე იყო სხვა. ის იყო სტრატეგი. ყოველი ფული, რომელსაც ის ხარჯავდა, იყო ინვესტიცია მომავალში, რომელსაც ის ხედავდა, მაგრამ სხვები არა. გიორგი გვიყვება ისტორიას, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა. 1919 წელს, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე საქართველო გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას, აკაკი ხოშტარია ჩამოვიდა ბაქოში და მოიწვია თავისი ყველაზე ახლო თანამშრომლების საიდუმლო შეხვედრაზე. ის გითხრა, რომ მალე მოხდება რაღაც დიდი, იხსენებს გიორგი. ის არ გითხრა დეტალები, მაგრამ გითხრა, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ. მან გითხრა, რომ საქართველო მალე იქნება თავისუფალი და რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად დავეხმაროთ ამ თავისუფლებას. რა ნიშნავდა ეს? ნიშნავდა იმას, რომ აკაკი იწყებდა ფულის გადატანას თავის საზღვარგარეთულ ანგარიშებიდან, არა იმისთვის, რომ დაემალა, არამედ იმისთვის, რომ მზად ყოფილიყო დაფინანსებისთვის ახალი სახელმწიფოსი. მაგრამ როგორ გადასცემ მილიონებს ქვეყანას, რომელიც ჯერ არ არსებობს? როგორ დააფინანსო მთავრობა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული? აკაკის გადაწყვეტა იყო გენიალური და რისკიანი ერთდროულად. ის დაიწყო ფულის გადარიცხვა პირად ანგარიშებზე ადამიანებისა, რომლებსაც ენდობოდა, ადამიანები, რომლებიც მალე გახდებოდნენ პირველი რესპუბლიკის ლიდერები. ეს იყო არა კორუფცია, ეს იყო სტრატეგია. როდესაც საქართველო გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას, ამ ადამიანებს უკვე ექნებოდათ რესურსები, რომ დაეწყოთ მუშაობა. ისინი არ დაელოდნენ საერთაშორისო სესხებს, რომლებიც არასოდეს მოვიდოდა. ისინი არ დაელოდნენ საბაჟო შემოსავლებს, რომლებიც იქნებოდა მინიმალური. მათ უკვე ჰქონდათ ფული, აკაკის ფული. გიორგი გვიყვება ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც ასახავს აკაკის ხასიათს. ერთხელ 1919 წელს ჩვენთან მოვიდა კაცი თბილისიდან. ის იყო ახალგაზრდა, ძალიან ნერვიული და მან გითხრა, რომ მას სჭირდებოდა ფული სასწრაფოდ, ფული იარაღის შესაძენად ახალი არმიისთვის. მან თქვა, რომ მას სჭირდებოდა 200,000 რუბლი. ეს იყო უზარმაზარი თანხა იმ დროს, თანხა, რომელიც შეეძლო ყიდულიყო მთელი სოფელი. აკაკი ბატონმა მოусმინა მას, არ დაუსვა არც ერთი კითხვა და უბრალოდ გახსნა თავისი სეიფი და გამოიღო ფული. მან მისცა არა 200,000, არამედ 300,000. და როდესაც ახალგაზრდა კაცი ჰკითხა, რატომ მეტი, აკაკი ბატონმა უთხრა, რადგან შენ მოითხოვე იმას, რაც გჭირდება დღეს. მე გაძლევ იმას, რაც დაგჭირდება ხვალ. ეს იყო აკაკის ფილოსოფია. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ფიქრობდა მხოლოდ დღევანდელ დღეზე. ის ფიქრობდა ხვალზე, მომავალ კვირაზე, მომავალ წელზე. და ეს ფილოსოფია გამოიხატა მის ყველაზე ამბიციურ პროექტში, ფლოტის შექმნაში საქართველოსთვის. როდესაც პირველი რესპუბლიკის მთავრობამ გააცნობიერა, რომ მათ სჭირდებოდათ სამხედრო ხომალდები შავი ზღვის დასაცავად, ისინი მიმართეს აკაკის. და აკაკიმ არ უთხრა, არა. ის უთხრა, რამდენი ფლოტის შექმნა იყო პროექტი, რომელიც ჟღერდა როგორც ფანტაზია. საქართველოს არ ჰქონდა საზღვაო ტრადიციები. მას არ ჰქონდა საზღვაო ბაზები. მას არ ჰქონდა გამოცდილი მეზღვაურები. მაგრამ მას ჰქონდა აკაკი ხოშტარია და ეს იყო საკმარისი. აკაკიმ დაიწყო მოლაპარაკებები ევროპულ გემთმშენებელ კომპანიებთან. მან გაგზავნა თავისი წარმომადგენლები იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში. მან ეძებდა არა უბრალოდ ხომალდებს, ის ეძებდა ხომალდებს, რომლებიც იქნებოდნენ სწრაფი, თანამედროვე, შეიარაღებული. ის ეძებდა ხომალდებს, რომლებიც შეეძლოთ კონკურენცია გაეწიათ რუსულ და თურქულ ფლოტებს. და ის იპოვა მათ. 1921 წელს აკაკი ხოშტარიამ შეიძინა 4 სამხედრო ხომალდი. 4 ხომალდი, რომლებიც ღირდა იმდენს, რამდენსაც მთელი პატარა ქვეყნის წლიური ბიუჯეტი. 4 ხომალდი, რომლებიც უნდა გამხდარიყვნენ საქართველოს საზღვაო ძალების საფუძველი. მაგრამ აქ იწყება ისტორიის ყველაზე საიდუმლო ნაწილი, რომელზეც დოკუმენტები დაკარგულია და მოწმეები ან გარდაცვლილები არიან, ან ჩუმად არიან. რა მოხდა იმ ხომალდებთან? ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ისინი ჩამოვიდნენ შავ ზღვაში, მაგრამ ვერასოდეს მიაღწიეს ბათუმის პორტს. სხვები ამბობენ, რომ ისინი იყვნენ კონფისკირებული რუსული ფლოტის მიერ, როდესაც საქართველო დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა 1921 წელს.
კიდევ სხვები ამბობენ, რომ ხომალდები არასოდეს არსებობდნენ, რომ ეს იყო თაღლითობა, რომ აკაკიმ დახარჯა ფული, მაგრამ არაფერი მიიღო. მაგრამ გიორგი აკაკის ყოფილი თანამშრომელი ამბობს სხვაგვარად. ხომალდები იყო რეალური, ამბობს ის მტკიცედ. მე ვნახე დოკუმენტები. მე ვნახე ხელშეკრულებები. მე ვიცი, რომ ფული გადაიხადა და მე ვიცი, რომ ხომალდები აშენდა. მაგრამ რა მოხდა მათ შემდეგ, ეს არის კითხვა, რომელზეც მე არ შემიძლია ვუპასუხო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება ქართული ისტორიის. 4 სამხედრო ხომალდი, რომლებიც ღირდა მილიონებს, უბრალოდ გაქრა. და მათთან ერთად გაქრა ნაწილი აკაკი ხოშტარიას ქონებისა. მაგრამ აკაკი არასოდეს ჩივის. ის არასოდეს ითხოვს ფულის დაბრუნებას. ის არასოდეს ამბობს, რომ მან გააკეთა შეცდომა. რადგან მისთვის ეს არ იყო ბიზნეს ტრანზაქცია, ეს იყო პატრიოტული მოვალეობა. და თუ ეს მოვალეობა ღირდა მის ქონების დიდ ნაწილს, მაშინ ასე იყოს. მაგრამ აკაკის ფინანსური თვლილი პირველ რესპუბლიკაში არ შემოიფარგლებოდა ფლოტით. ის აფინანსებდა სკოლებს, სადაც ქართველი ბავშვები სწავლობდნენ უფასოდ. ის აფინანსებდა თეატრებს, სადაც ქართული კულტურა ცოცხლობდა და ვითარდებოდა. ის აფინანსებდა სტუდენტებს, რომლებიც მიდიოდნენ ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად. ყოველ თვეში აკაკის ოფისიდან გადიოდა ათობით ჩეკები, რომლებიც არ იყო სესხები, არამედ საჩუქრები. ჩეკები, რომლებზე არ იყო დაწერილი დაბრუნება აუცილებელია, არამედ გამოიყენეთ საქართველოს სასარგებლოდ. გიორგი იხსენებს ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც აჩვენებს აკაკის გულის სიდიდეს. ერთხელ ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა. ის იყო სტუდენტი და მას სურდა წასულიყო პარიზში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ მას არ ჰქონდა ფული. ის მოვიდა აკაკი ბატონთან და ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას სესხის აღება. აკაკი ბატონმა მოусმინა მას და შემდეგ ჰკითხა, რას ისწავლი პარიზში, გოგონამ უთხრა, რომ ის სწავლობდა მედიცინას. აკაკი ბატონმა დაფიქრდა ერთი წუთი და შემდეგ უთხრა, მე არ მოგცემ სესხს. მე მოგცემ სტიპენდიას. წადი პარიზში ისწავლე და როდესაც დაბრუნდები იმუშავე საქართველოში. ეს არის ჩემი ერთადერთი პირობა. გოგონა ტიროდა, როდესაც გავიდა ოფისიდან. და 10 წლის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი თბილისში. ეს იყო აკაკი ხოშტარია. ადამიანი, რომელიც ხარჯავდა მილიონებს არა იმისთვის, რომ ეჩვენებინა თავისი სიმდიდრე, არამედ იმისთვის, რომ შეექმნა მომავალი. მომავალი, სადაც საქართველო იქნებოდა განათლებული, კულტურული, ძლიერი. მომავალი, სადაც ახალგაზრდებს ექნებოდათ შესაძლებლობები, რომლებიც მას არ ჰქონდა. მომავალი, რომელიც ღირდა ყოველი ფული, რომელიც მან ოდესმე გამოიმუშავა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ნაწილი აკაკის ცხოვრებისა არ არის ის, რასაც ის აკეთებდა საჯაროდ. ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ის, რასაც ის აკეთებდა საიდუმლო. და ამ საიდუმლოებების ერთ-ერთი გამოვლინდა მხოლოდ 1990-იან წლებში, როდესაც ისტორიკოსებმა იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე, რომ აკაკი ხოშტარია არ იყო მხოლოდ მეცენატი, ის იყო აგენტი. აგენტი, რომელიც მუშაობდა საქართველოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გაცილებით ადრე, ვიდრე ეს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. რა ნიშნავდა ეს? ნიშნავდა იმას, რომ აკაკი იყო ნაწილი საიდუმლო ქსელისა, ქსელი ქართველი ინტელექტუალებისა, ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისა, რომლებიც ემზადებოდნენ დამოუკიდებლობისთვის წლების განმავლობაში. ისინი იყვნენ ის, ვინც დაგეგმა, დააფინანსა და განახორციელა რევოლუცია, რომელიც არ იყო ძალადობრივი, არამედ ორგანიზებული, სტრატეგიული, ეფექტური. და ამ ქსელის ცენტრში იდგა აკაკი ხოშტარია. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ფული, კავშირები და, ყველაზე მთავარი, ხედვა. ხედვა იმისა, რომ საქართველო შეიძლება იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, აყვავებული. და ის მზად იყო დაეხარჯა ყველაფერი, თავისი ქონება, თავისი დრო, თავისი ცხოვრება, რომ ეს ხედვა გამხდარიყო რეალობა. მაგრამ ყველა დიდ ხედვას აქვს თავისი ფასი. და აკაკის ხედვის ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე ის ოდესმე წარმოიდგენდა. რა იყო ეს ფასი? როგორი მოქმედა ის მის ცხოვრებაზე, მის ოჯახზე, მის მომავალზე? და რატომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის არასოდეს ინანებდა თავის არჩევანს? 1921 წლის თებერვალში, ერთი კვირით ადრე, ვიდრე საქართველო დაკარგავდა თავის დამოუკიდებლობას, აკაკი ხოშტარიას სასახლეში მოხდა რაღაც, რაც არასოდეს გამოქვეყნებულა ოფიციალურ ქრონიკებში. გვიან ღამით, როდესაც თბილისი ძილში იყო, სასახლის კარზე დააკაკუნეს. მსახურებმა გახსნეს კარი და იპოვეს კაცი უცხო აქცენტით, რომელიც ლაპარაკობდა რუსულად, მაგრამ არა როგორც რუსი.
ის იყო ჩაცმული მუქ ქურთუკში, მის სახეზე არ იყო არანაირი ემოცია და მან უთხრა მსახურებს, რომ მას სჭირდებოდა შეხვედრა აკაკი ბატონთან. არა ხვალ. არა დილით. ახლა. მსახურები ცდილობდნენ ახსნას, რომ აკაკი ბატონი ძილში იყო, რომ ეს არ იყო შესაფერისი დრო, რომ ის უნდა დაბრუნებულიყო დილით. მაგრამ უცხო კაცი არ მოძრაობდა. ის უბრალოდ იდგა იქ, მისი თვალები ფიქსირებული იყო კარზე და ამბობდა, აკაკი ბატონი მემელის. ის იცის, რომ მე მოვალ. გაიღვიძეთ ის. და რაღაც იყო მის ხმაში, რაღაც, რაც აიძულებდა მსახურებს და ემორჩილებინათ. ისინი წავიდნენ აკაკის საძინებელში და გააღვიძეს ის. და როდესაც აკაკი მოისმინა, რომ უცხო კაცი ელოდა მას ქვემოთ, მან არ გამოხატა გაკვირვება. ის უბრალოდ კივა, ჩაიცვა და ჩამოვიდა. შეხვედრა გაგრძელდა 1 საათი. არავინ იცის, რაზე ისაუბრეს. არავინ იცის, ვინ იყო ეს უცხო კაცი. მაგრამ მოწმეები, მსახურები, რომლებიც იდგნენ კარის გარეთ, ამბობენ, რომ როდესაც აკაკი გამოვიდა ბიბლიოთეკიდან, სადაც შეხვედრა გაიმართა, მისი სახე იყო თეთრი როგორც ქაღალდი. ის არ თქვა არაფერი. ის უბრალოდ ავიდა თავის საძინებელში და დახურა კარი. და მეორე დღეს დილით, როდესაც მინადორა შევიდა მის ოთახში, ის იპოვა აკაკი მჯდომარე თავის სამუშაო მაგიდასთან, მისი თვალები წითელი იყო, თითქოს მთელი ღამე არ ეძინა. მინადორამ ჰკითხა, რა მოხდა, მაგრამ აკაკი მხოლოდ თქვა, არაფერი, რაზეც უნდა ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ყველაფერი არ იყო კარგად. 1 კვირის შემდეგ წითელი არმია შევიდა თბილისში. პირველი რესპუბლიკა დასრულდა. და აკაკი ხოშტარიას ცხოვრება შეიცვალა სამუდამოდ. ვინ იყო ეს უცხო კაცი, რომელმაც ეწვია მას იმ ღამით? რა უთხრა მან აკაკის? იყო ეს გაფრთხილება? იყო ეს მუქარა? იყო ეს შეთავაზება გადარჩენისა, სანაცვლოდ თანამშრომლობისა? ისტორიკოსები დღემდე კამათობენ ამ კითხვებზე. ზოგიერთი ამბობს, რომ უცხო კაცი იყო საბჭოთა აგენტი, რომელმაც შესთავაზა აკაკის ემიგრაცია, სანაცვლოდ მისი ქონების ნაწილისა. სხვები ამბობენ, რომ ის იყო ევროპელი დიპლომატი, რომელმაც გააფრთხილა აკაკი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო დასასრულს. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ბანკირი, რომელმაც მოითხოვა დავალიანების დაბრუნება. მაგრამ ყველაზე საინტერესო თეორია არის ის, რომელიც გამოჩნდა 1990-იან წლებში, როდესაც ისტორიკოსებმა იპოვეს დოკუმენტები საბჭოთა არქივებში. ამ დოკუმენტების მიხედვით უცხო კაცი იყო წარმომადგენელი საერთაშორისო ბანკირთა ჯგუფისა, ჯგუფი, რომელმაც დააფინანსა რუსეთის რევოლუცია და ახლა მოითხოვდა თავისი ინვესტიციების დაბრუნებას. და აკაკი ხოშტარია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი კავკასიაში, იყო მათ სიაში. მათ სურდათ მისი ქონება, მისი ნავთობის ჭაბურღილები, მისი ქარხნები, მისი ბანკის ანგარიშები. და ისინი მზად იყვნენ გამოეყენებინათ ნებისმიერი საშუალება, რომ მიეღოთ ის. რა უპასუხა აკაკიმ? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რა მოხდა შემდეგ. აკაკიმ არ გაიქცა. ის არ დატოვა საქართველო. ის დარჩა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ მისი ქონება იქნებოდა კონფისკირებული, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ მისი ცხოვრება იქნებოდა საფრთხეში. რატომ? რადგან ის იყო პატრიოტი. რადგან ის არ შეეძლო წარმოედგინა ცხოვრება საქართველოს გარეშე. რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც ირწმუნებდა, რომ თუ შენ უყვარხარ შენს ქვეყანას, შენ რჩები მასთან, კარგ დროში და ცუდ დროში. საბჭოთა ხელისუფლების პირველი წლები იყო რთული აკაკისთვის. მისი ქონების დიდი ნაწილი კონფისკირებული იყო. მისი ნავთობის ჭაბურღილები ბაქოში გახდა სახელმწიფო საკუთრება. მისი ბანკის ანგარიშები გაკინული იყო. მაგრამ აკაკი არ დანებდა. ის იპოვა გზები, რომ გაეგრძელებინა მუშაობა, არა როგორც ნავთობის მაგნატი, არამედ როგორც კონსულტანტი, როგორც მრჩეველი, როგორც ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სჭირდებოდა ახალ ხელისუფლებას. და ის გააგრძელა თავისი მეცენატობა, არა იმ მასშტაბით, როგორც ადრე, მაგრამ მაინც. ის აგრძელებდა დახმარებას სტუდენტებს, თეატრებს, სკოლებს. ის აგრძელებდა იმის გაკეთებას, რაც მას სჯეროდა, რომ იყოს სწორი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ნაწილი აკაკის ცხოვრებისა საბჭოთა პერიოდში არის ის, რაც მოხდა მის სასახლესთან. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ კონფისკირება გააკეთა, ისინი აიღეს აკაკის სახლი, ის მშვენიერი სასახლე, რომელიც ის ააშენა მინადორასთვის. მაგრამ ისინი არ გაანადგურეს მას.
ისინი არ გადააქციეს ის ოფისადან საწყობად. ისინი გადააქციეს ის ხელოვნების სასახლედ, ადგილი, სადაც ქართველი მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები შეიძლებოდა შეხვედროდნენ, შეექმნათ, წარმოედგინათ. და ეს არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო აკაკის თხოვნა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ უთხრა მას, რომ ისინი აიღებდნენ მის სახლს, აკაკი უთხრა, აიღეთ ის. მაგრამ გამოიყენეთ ის კულტურისთვის. გამოიყენეთ ის ხელოვნებისთვის. გამოიყენეთ ის იმისთვის, რისთვისაც მე ავაშენი ის სილამაზის შესაქმნელად. და ისინი დაეთანხმნენ. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი პატივს სცემდნენ აკაკის. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი ესმოდათ, რომ ეს სახლი იყო სიმბოლო ქართული კულტურისა, ქართული ამბიციისა, ქართული ოცნებისა. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი იცოდნენ, რომ თუ ისინი გაანადგურებდნენ ამ სახლს, ისინი გაანადგურებდნენ რაღაც უფრო მეტს, ვიდრე შენობა, ისინი გაანადგურებდნენ იდეას. და იდეები, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, არ იღუპება ადვილად. დღეს, როდესაც თქვენ დადიხართ თბილისში და ხედავთ ხელოვნების სასახლეს, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ შენობას. თქვენ ხედავთ აკაკი ხოშტარიას მემკვიდრეობას. თქვენ ხედავთ ადამიანის ოცნებას, რომელმაც ირწმუნა, რომ სილამაზე, კულტურა და ხელოვნება არის ის, რაც ხდის ერს დიდს. თქვენ ხედავთ სიმბოლოს იმისა, რომ ფული შეიძლება იყოს არა მხოლოდ ძალა, არამედ ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება შეიქმნას რაღაც მარადიული. აკაკი ხოშტარია გარდაიცვალა 1932 წელს. ის არ იყო მდიდარი, როდესაც გარდაიცვალა. მისი ქონების უმეტესი ნაწილი იყო კონფისკირებული, დაკარგული, გაფანტული. მაგრამ ის იყო მდიდარი სხვა გაგებით, მდიდარი მეგობრებით, რომლებიც მას უყვარდნენ, მდიდარი მოგონებებით, რომლებიც მას ჰქონდა, მდიდარი მემკვიდრეობით, რომელიც ის დატოვა. და ეს მემკვიდრეობა არის არა მხოლოდ შენობები ან დოკუმენტები. ეს მემკვიდრეობა არის იდეა იმისა, რომ ერთი ადამიანი, თუ მას აქვს ხედვა და გამბედაობა, შეუძლია შეცვალოს ისტორია. მაგრამ აქ რჩება კითხვები. რა მოხდა იმ მილიონებს, რომლებიც აკაკიმ დახარჯა საქართველოზე? სად არის ის ოქრო, რომელიც მან გადაიხადა ფლოტისთვის? ვინ იყო ის უცხო კაცი, რომელმაც ეწვია მას იმ ღამით? და რატომ, მიუხედავად ყველაფრისა, აკაკი არასოდეს ინანებდა თავის არჩევანს? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ვეძებთ პასუხებს. და შესაძლოა ერთ დღეს, როდესაც ყველა არქივი გაიხსნება, როდესაც ყველა დოკუმენტი გამოვლინდება, ჩვენ ვიპოვით სიმართლეს. მაგრამ ამჟამად ჩვენ გვაქვს მხოლოდ ისტორია კაცზე, რომელმაც სცადა შეესყიდა თავისუფლება თავისი ქვეყნისთვის და რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ შეძლო დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც ცოცხლობს დღემდე. ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, ამბობს 90 წლის ნინო, ქალი, რომელიც მუშაობდა აკაკი ხოშტარიას სასახლეში, როგორც პირადი მდივანი მინადორასთვის. მისი ხელები კვლავ კანკალებს, როდესაც ის იხსენებს იმ დღეებს, როდესაც სასახლე იყო სავსე სიცოცხლით, მუსიკით, ციცილით, მაგრამ ასევე საიდუმლოებებით, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა. აკაკი ბატონი და მინადორა ქალბატონი არ იყვნენ უბრალოდ მდიდარი წყვილი, აგრძელებს ნინო, მისი თვალები ივსება ცრემლებით. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ორ სამყაროში ერთდროულად, ერთი სამყარო იყო ის, რასაც ხალხი ხედავდა, ბრწყინვალება, მიღებები, შამპანური. მეორე სამყარო იყო ის, რასაც მხოლოდ ჩვენ, ახლობლები ვიცოდით, შიში, ღამის საუბრები, გეგმები, რომლებიც იცვლებოდა ყოველ საათში. რას ნიშნავდა ეს? რას მალავდნენ ისინი? და რატომ 1921 წლის შემდეგ, როდესაც ყველაფერი დაიშალა, ნინო კვლავ ინახავს საიდუმლოებებს, რომლებიც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით აკაკი ხოშტარიას შესახებ. ნინო გვიყვება ისტორიას, რომელიც არასოდეს ყოფილა ნათქვამი. 1921 წლის იანვარში, ერთი თვით ადრე, ვიდრე წითელი არმია შემოვიდოდა თბილისში, მინადორა დაიწყო უცნაური ქცევა. ის იღვიძებოდა ღამის შუაში და დადიოდა სასახლის დერეფნებში. ის ამოწმებდა ფანჯრებს, კარებს, საიდუმლო გასასვლელებს, რომლებიც აშენებული იყო სასახლის კედლებში, გასასვლელები, რომლებზეც თვითმშენებლები არ იცოდნენ. ერთ ღამეს მე გავყევი მას, იხსენებს ნინო. მე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო კარგად. მინადორა ქალბატონი არასოდეს იყო ნერვიული ტიპის ქალი, მაგრამ იმ ღამეებში ის იყო როგორც ჩრდილი, მოძრაობდა სწრაფად, ჩუმად, თითქოს ვიღაც მას დევნიდა. ნინო გაჰყვა მინადორას სარდაფი, რომელიც არ იყო ნახსენები არც ერთ ოფიციალურ გეგმაში. იქ ქვის კედლების შორის მინადორა ამოიღებდა ყუთებს, რომლებიც იყო სავსე დოკუმენტებით, ფოტოებით, წერილებით. და ის წვავდა მათ. ერთის მიყოლებით. ფრთხილად, მეთოდურად, თითქოს ის ასრულებდა რიტუალს.
რას აკეთებ? კითხა ნინომ, როდესაც საბოლოოდ გაბედა შესვლა. მინადორა არ შეშინებულა. ის უბრალოდ შეხედა ნინოს და თქვა, ვანადგურებ მტკიცებულებებს. რა მტკიცებულებებს? კითხა ნინომ. მინადორამ არ უპასუხა დაუყოვნებლივ. ის გააგრძელა ცვა და მხოლოდ როდესაც ბოლო ქაღალდი გახდა ფერფლი, მან თქვა, მტკიცებულებები იმისა, რომ ჩვენ ვცადეთ შეგვეცვალა ისტორია. მტკიცებულებები იმისა, რომ აკაკი არ იყო მხოლოდ ბიზნესმენი. მტკიცებულებები იმისა, რომ ჩვენ ვიყავით ნაწილი რაღაცისა, რაც ახლა უნდა დავიმარხოთ სამუდამოდ. რა იყო ეს რაღაც? რა როლი ჰქონდა აკაკის და მინადორას იმ საიდუმლო ქსელში, რომელიც ემზადებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის? და რატომ 1921 წელს ისინი გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იყო ამ საიდუმლოების განადგურება, ვიდრე მათი შენახვა? ნინო გვიყვება, რომ მინადორა არ იყო უბრალოდ მდიდარი ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა სასახლეში და ატარებდა ძვირფას კაბებს. ის იყო ქალი განათლებული, ინტელექტუალი, ქალი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ. ის კითხულობდა ყველაფერს, ფილოსოფიას, პოლიტიკას, ეკონომიკას. იხსენებს ნინო. მას ჰქონდა ბიბლიოთეკა, რომელიც შეიძლებოდა კონკურენცია გაეწია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. და ის არ კითხულობდა გასართობად, ის კითხულობდა, რომ ესწავლა, რომ გაეგო, რომ მოემზადებინა. მოემზადებინა რისთვის? ნინო ამბობს, რომ მინადორა იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საიდუმლო შეხვედრებისა, შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა სასახლეში, მაგრამ არა იმ დიდ დარბაზებში, სადაც აკაკი იღებდა სტუმრებს. ეს შეხვედრები იმართებოდა პატარა ოთახებში, დახურული კარების მიღმა, სადაც ქართველი ინტელექტუალები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები ხვდებოდნენ და განიხილავდნენ ერთ კითხვას, როგორ შეიძლება საქართველომ მიაღწიოს დამოუკიდებლობას. ეს არ იყო უბრალოდ ოცნება, ამბობს ნინო. ეს იყო გეგმა. დეტალური გეგმა. ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო მთავრობა, როგორ უნდა დაფინანსებულიყო არმია, როგორ უნდა დამყარებულიყო ურთიერთობები უცხო ქვეყნებთან. და აკაკი ბატონი იყო ის, ვინც ამბობდა, მე მოვიტან ფულს. თქვენ მოიტანეთ იდეები. და ისინი მოჰქონდათ იდეები, ბრწყინვალე იდეები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო რეალობა, თუ ისტორია განვითარდებოდა სხვაგვარად. მაგრამ ისტორია არ განვითარდა სხვაგვარად. და როდესაც წითელი არმია მოვიდა, ყველა ეს იდეა, ყველა ეს გეგმა, ყველა ეს დოკუმენტი უნდა განადგურებულიყო. რადგან თუ საბჭოთა ხელისუფლება იპოვიდა მათ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ აკაკისა და მინადორას დასასრული, ეს იქნებოდა ათობით ადამიანის დასასრული, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაწილი ამ საიდუმლო ქსელისა. მაგრამ ყველა დოკუმენტი არ განადგურებულა. ნინო გვიყვება, რომ მინადორამ შეინახა რაღაც ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ის იყო წიგნაკი, ამბობს ნინო. პატარა წიგნაკი ყავისფერი ყდით, რომელიც ჩანდა როგორც ჩვეულებრივი დღიური. მაგრამ ის არ იყო დღიური. ის იყო კოდების წიგნი, კოდები, რომლებიც გამოიყენებოდა საიდუმლო კომუნიკაციისთვის ქსელის წევრებს შორის. მინადორამ დამიმალა ეს წიგნაკი და მითხრა, თუ რამე მომხდება ჩემთან ან აკაკისთან, შენ უნდა წაიღო ეს და გადასცე ადამიანს, რომელსაც შეგიძლია ენდო. არავის სხვას. არასოდეს. ნინომ შეინახა ეს წიგნაკი 90 წლის განმავლობაში. ის არასოდეს გახსნილა. ის არასოდეს უჩვენებია არავის. მაგრამ ახლა, როდესაც ის 90 წლისაა და გრძნობს, რომ მისი დრო ამოიწურება, ის მზად არის გაამჟღავნოს ეს საიდუმლო. მე არ ვიცი, რა წერია იმ წიგნაკში, ამბობს ის. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არის რაღაც, რაც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით აკაკი ხოშტარიას შესახებ. რა შეიცავს ეს წიგნაკი? ვინ არიან ადამიანები, რომელთა სახელები ჩაწერილია იქ? და რატომ 1921 წლის შემდეგ ეს ინფორმაცია კვლავ არის საშიში, ისე საშიში, რომ ნინო ინახავს მას როგორც უდიდეს საიდუმლოს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყოველდილას იღვიძებს და იცის, რომ მისი სხეული მას ღალატობს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ატარებს ნიღაბს ძალის, ჯანმრთელობის, ენერგიის, მაგრამ ამ ნიღბის უკან არის სხეული, რომელიც ნელ-ნელა იშლება. ეს იყო აკაკი ხოშტარიას რეალობა 1930-იან წლებში, რეალობა, რომელიც დამალული იყო ყველასგან, გარდა ყველაზე ახლო ადამიანებისა. და ამ საიდუმლოს გასაღები იმალება არა ოფიციალურ სამედიცინო ჩანაწერებში, არამედ პირად წერილებში, რომლებიც აღმოჩენილი იყო მხოლოდ 1990-იან წლებში, როდესაც ისტორიკოსებმა გახსნეს ერთ-ერთი საიდუმლო საცავი ძველ სამედიცინო არქივში თბილისში. ამ წერილებში არის რაღაც, რაც არასოდეს გამოქვეყნებულა სია მედიკამენტებისა, რომლებიც რეგულარულად ეგზავნებოდა აკაკი ხოშტარიას სასახლეში.
ეს არ იყო ჩვეულებრივი მედიკამენტები თავის ტკივილისთვის ან გაციებისთვის. ეს იყო მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებოდა სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, დაავადებები, რომლებიც 1930-იან წლებში ითვლებოდა განაჩენად. სიაში ჩანს მედიკამენტები გულის დაავადებისთვის, მედიკამენტები ტკივილის შესამსუბუქებლად, მედიკამენტები ძილისთვის, ძილი, რომელიც აღარ მოდიოდა ბუნებრივად. და ყველაზე საინტერესო, სიაში ჩანს მედიკამენტები, რომლებიც იმპორტირებული იყო გერმანიიდან და შვეიცარიიდან, მედიკამენტები, რომლებიც იყო ძალიან ძვირი და ძალიან იშვიათი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებოდა მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებში. რა ავადდებოდა აკაკი ხოშტარიას? ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ ის გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით 1932 წელს, როდესაც ის იყო 59 წლის. მაგრამ 59 წელი არ არის ასაკი, როდესაც ადამიანი კვდება ბუნებრივად, განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა საუკეთესო ექიმებთან, საუკეთესო მედიკამენტებთან, საუკეთესო მკურნალობასთან. მაშ რა მართლა მოხდა? ახალი დოკუმენტები, რომლებიც აღმოჩენილი იყო 1990-იან წლებში, მიუთითებენ რაღაცაზე, რაც შეიძლება იყოს უფრო რთული და უფრო ტრაგიკული, ვიდრე უბრალოდ დაავადება. ერთ-ერთი დოკუმენტი არის წერილი აკაკის პირადი ექიმისგან, ექიმი, რომელიც მუშაობდა მასთან 10 წლის განმავლობაში და იცნობდა მის ჯანმრთელობის ისტორიას უკეთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ამ წერილში, რომელიც დაწერილი იყო 1930 წელს, ექიმი წერს, პაციენტი აჩვენებს ნიშნებს ქრონიკული დაღლილობისა, რომელიც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დაავადებასთან. მისი სიმპტომები მიუთითებენ ღრმა ფსიქოლოგიურ სტრესი, რომელიც გამოწვეულია არა მუშაობით, არამედ რაღაცით უფრო პირადით, უფრო ღრმად. რა იყო ეს რაღაც? რა იცოდა აკაკი ხოშტარიას შიგნით, რაც ნელ-ნელა ანადგურებდა მას? პასუხი შეიძლება იმალებოდეს არა სამედიცინო ჩანაწერებში, არამედ პირად დღიურები, რომლებიც აკაკი აწერდა ბოლო წლებში თავისი ცხოვრებისა. ეს დღიურები არასოდეს გამოქვეყნებულა, მაგრამ ნაწყვეტები მათგან გამოჩნდა 1990-იან წლებში, როდესაც ისტორიკოსებმა მიიღეს წვდომა ოჯახის პირად არქივებთან. ამ ნაწყვეტებში აკაკი წერს არა ბიზნესზე, არა პოლიტიკაზე, არა ფულზე. ის წერს დანაკარგზე. დანაკარგი იმისა, რაც ის აშენა. დანაკარგი იმისა, რისთვისაც ის იბრძოდა. დანაკარგი იმ ოცნებისა, რომელიც ის ჰქონდა საქართველოსთვის. მე ვხედავ, როგორ იშლება ყველაფერი, წერს აკაკი 1930 წელს. მე ვხედავ, როგორ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, ხდება მტვერი. მე ვხედავ, როგორ ადამიანები, რომლებსაც მე ვენდობოდი, ხდებიან უცხოები. მე ვხედავ, როგორ ქვეყანა, რომელსაც მე ვუყვარდი, ხდება რაღაც, რასაც მე აღარ ვიცნობ. და ყველაზე მძიმე არის ის, რომ მე ვიცი, რომ მე ვერაფერს ვცვლი. მე ვერაფერს ვაჩერებ. მე მხოლოდ შემიძლია ვუყურო, როგორ ყველაფერი ინგრევა. ეს არის სიტყვები არა დაავადებული კაცისა, არამედ გატეხილი კაცისა, კაცი, რომელმაც დაკარგა არა თავისი ჯანმრთელობა, არამედ თავისი იმედი. მაგრამ აკაკი არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად ნებდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული სუსტდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გული ტკიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოცნებები იშლებოდა, ის აგრძელებდა მუშაობას. ის აგრძელებდა დახმარებას. ის აგრძელებდა იმის გაკეთებას, რაც მას სჯეროდა, რომ იყოს სწორი. და ეს არის ის, რაც ხდის მის ისტორიას არა ტრაგედიად, არამედ ტრიუმფად, ტრიუმფი სულისძალისა სხეულის სისუსტეზე, ტრიუმფი იმედისა სასოწარკვეთაზე, ტრიუმფი სიყვარულისა დანაკარგზე. ბოლო წლებში თავისი ცხოვრებისა აკაკი ხოშტარია გახდა რაღაც, რაც ის არასოდეს ყოფილა ადრე, ის გახდა სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ ერთი ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ღირსება, თავისი პრინციპები, თავისი რწმენა. ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, ამბობენ, რომ ის არასოდეს ჩივის. ის არასოდეს ამბობდა, რომ ცხოვრება იყო უსამართლო. ის არასოდეს ამბობდა, რომ ის ინანებდა თავის არჩევანს. ის უბრალოდ აგრძელებდა წინსვლას, ნაბიჯ-ნაბიჯ, დღე-დღეს, სანამ მისი სხეული საბოლოოდ არ უთქონდა საკმარისია. 1932 წელს, როდესაც აკაკი ხოშტარია გარდაიცვალა, თბილისი გაჩერდა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ დაკვეთილები, არამედ იმიტომ, რომ ისინი სურდათ. ისინი სურდათ ეთქვათ მადლობა კაცისთვის, რომელმაც მისცა მათ იმედი, კაცისთვის, რომელმაც მისცა მათ შესაძლებლობები, კაცისთვის, რომელმაც მისცა მათ რწმენა, რომ საქართველო შეიძლება იყოს დიდი. და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა კონტროლს ამ დაკრძალვაზე, ცდილობდა შეემცირებინა მისი მნიშვნელობა, ცდილობდა წაეშალა აკაკის მემკვიდრეობა, ისინი ვერ შეძლეს.
რადგან აკაკი ხოშტარია არ იყო უბრალოდ ადამიანი, ის იყო იდეა. და იდეები, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, არ კვდებიან. მაგრამ აქ რჩება ერთი საიდუმლო, რომელიც დღემდე არ არის ამოხსნილი. რა მოხდა აკაკის ქონებას მისი გარდაცვალების შემდეგ? სად არის ის ფული, რომელიც მან დახარჯა საქართველოზე? სად არის ის ოქრო, რომელიც მან გადაიხადა ფლოტისთვის? და ყველაზე მთავარი, სად არის ის საიდუმლო ანგარიშები, რომლებზეც საუბრობდნენ მოწმეები, ანგარიშები, რომლებიც შეიძლება კვლავ არსებობდნენ სადღაც ევროპაში, ანგარიშები, რომლებზე კვლავ შეიძლება იყოს ფული, რომელიც ეკუთვნის საქართველოს. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და საქართველო კვლავ ემზადებოდა დამოუკიდებლობისთვის, ერთმა ჯგუფმა ისტორიკოსებისა დაიწყო ძიება, რომელიც მათ მიიყვანდა შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში. ისინი ეძებდნენ რაღაცას, რაც შეიძლებოდა იყო მითი, შეიძლებოდა იყო ლეგენდა, მაგრამ შეიძლება იყო რეალობა, საიდუმლო ბანკის ანგარიშები, რომლებიც გახსნილი იყო აკაკი ხოშტარიას სახელზე 1930-იან წლებში. ანგარიშები, რომლებზეც თუ ისინი არსებობდნენ, შეიძლებოდა იყოს მილიონები, რომლებიც აკაკიმ დამალა. საბჭოთა ხელისუფლებისგან მილიონები, რომლებიც ის გეგმავდა გამოეყენებინა მომავალში, როდესაც საქართველო კვლავ გახდებოდა თავისუფალი. ეს ძიება იყო როგორც საძიებო თავგადასავალი, რომელიც მოითხოვდა არა მხოლოდ ისტორიულ ცოდნას, არამედ დეტექტიურ უნარებს, დიპლომატიურ კავშირებს და, ყველაზე მთავარი, იღბალს. ისტორიკოსები მიდიოდნენ ბანკიდან ბანკში, არქივიდან არქივში, ეძებდნენ ნებისმიერ კვალს, ნებისმიერ დოკუმენტს, ნებისმიერ მინიშნებას, რომელიც შეიძლებოდა მieყვანათ აკაკის საიდუმლო ქონებამდე. და ერთ დღეს, ერთ პატარა ბანკში ციურიხში, ისინი იპოვეს რაღაც, რაც შეიძლებოდა იყოს გასაღები მთელი საიდუმლოსი. ეს იყო დოკუმენტი, ძველი, გაყვითლებული დოკუმენტი, რომელიც დათარიღებული იყო 1929 წლით. დოკუმენტში იყო ჩამოთვლილი ბანკის ანგარიში, რომელიც გახსნილი იყო სახელზე, ინიციალები, რომლებიც შეიძლებოდა ნიშნავდეს აკაკი ხოშტარიას. ანგარიშზე იყო თანხა, რომელიც 1929 წელს შეადგენდა 200.000 შვეიცარიულ ფრანკს, თანხა, რომელიც იმ დროს იყო უზარმაზარი, თანხა, რომელიც დღეს, პროცენტებით და ინფლაციით, შეიძლებოდა იყოს მილიონები. მაგრამ აქ იყო პრობლემა, ანგარიში იყო დალუქული კოდით, რომელიც იცოდა მხოლოდ ანგარიშის მფლობელმა. და ანგარიშის მფლობელი, აკაკი ხოშტარია, გარდაცვლილი იყო 90 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლება გახსნა ანგარიში, როდესაც მფლობელი გარდაცვლილია და კოდი დაკარგულია? ეს იყო კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები მუშაობდნენ წლების განმავლობაში. ისინი ცდილობდნენ მოლაპარაკებას ბანკთან, ცდილობდნენ იურიდიულ გზებს, ცდილობდნენ დიპლომატიურ ზეწოლას. მაგრამ შვეიცარიული ბანკები არიან ცნობილი თავიანთი სიმკაცრით, ისინი არ ხსნიან ანგარიშებს, თუ არ არის სწორი კოდი, თუ არ არის სწორი დოკუმენტები, თუ არ არის სწორი იურიდიული საფუძველი. და ისტორიკოსებს არ ჰქონდათ არც ერთი ამათგანი. მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც, რაც შეიძლებოდა იყოს მხოლოდ ბედისნება. 1999 წელს ერთმა ქართველმა ქალმა, რომელიც ცხოვრობდა შვეიცარიაში და მუშაობდა როგორც მთარგმნელი, მოისმინა ამ ისტორიის შესახებ. მისი სახელი იყო თამარ და ის იყო შვილიშვილი ერთ-ერთი ადამიანისა, რომელიც მუშაობდა აკაკი ხოშტარიასთან 1930-იან წლებში. თამარს ჰქონდა რაღაც, რაც მან მემკვიდრეობით მიიღო თავისი ბებიისგან, პატარა ყუთი, რომელიც შეიცავდა წერილებს, ფოტოებს და ერთ პატარა ნოტბუქს. ნოტბუქი იყო სავსე ციფრები, რომლებიც არ ჰქონდა აზრი თამარისთვის, მაგრამ რომლებიც, როგორც მან ახლა გააცნობიერა, შეიძლებოდა იყო კოდები. თამარმა დაუკავშირდა ისტორიკოსებს და უჩვენა მათ ნოტბუქი. ისტორიკოსები იყვნენ სკეპტიკურები, ისინი უკვე ნახეს ათობით კოდები, რომლებიც აღმოჩნდა არაფერი. მაგრამ როდესაც ისინი შეისწავლეს ნოტბუქს, ისინი იპოვეს რაღაც საინტერესო. ერთ-ერთი ციფრების თანმიმდევრობა იყო იდენტური ანგარიშის ნომერთან, რომელიც ისინი იპოვეს ციურიხის ბანკში. ეს შეიძლებოდა იყოს შემთხვევითობა. ან ეს შეიძლებოდა იყო გასაღები. ისტორიკოსებმა დაუბრუნდნენ ბანკს თამართან ერთად. ისინი წარუდგინეს ნოტბუქი, ახსნეს მისი წარმოშობა, მოითხოვეს ახალი მცდელობა ანგარიშის გახსნისთვის. ბანკის წარმომადგენლები იყვნენ თავდაპირველად უარყოფითები, ისინი ამბობდნენ, რომ ეს არ იყო საკმარისი, რომ ისინი საჭიროებდნენ მეტ მტკიცებულებებს, რომ ისინი ვერ შეეძლოთ რისკი. მაგრამ თამარმა რაღაც თქვა, რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ის თქვა, ჩემი ბებია მითხრა, რომ აკაკი ბატონი ყოველთვის ამბობდა, ფული არის მხოლოდ ინსტრუმენტი. ის არ არის მიზანი. და თუ ეს ინსტრუმენტი არ ემსახურება ხალხს, მაშინ ის უნდა დაბრუნდეს ხალხთან. თუ ეს ფული არსებობს, ის არ ეკუთვნის ჩემს ოჯახს.
ის ეკუთვნის საქართველოს. ბანკის წარმომადგენლები დაფიქრდნენ. ისინი კონსულტაცია გაიარეს თავიანთ იურისტებთან, თავიანთ მენეჯერებთან, თავიანთ დირექტორებთან. და საბოლოოდ 1999 წლის დეკემბერში ისინი მიიღეს გადაწყვეტილება, ისინი გახსნიდნენ ანგარიშს. არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ დარწმუნებულები, რომ კოდი იყო სწორი, ისინი არ იყვნენ. არამედ იმიტომ, რომ ისინი ირწმუნებდნენ, რომ თუ ეს ფული მართლა ეკუთვნოდა აკაკი ხოშტარიას, მაშინ ის უნდა დაბრუნებულიყო იქ, სადაც აკაკი სურდა, საქართველოში. და როდესაც ისინი გახსნეს ანგარიშს, ისინი იპოვეს რაღაც, რაც აღემატებოდა ყველა მოლოდინს. ანგარიშზე იყო არა 200,000 ფრანკი, იყო 2 მილიონი ფრანკი. 2 მილიონი, რომელიც დაგროვილი იყო პროცენტებით 7 წლის განმავლობაში. 2 მილიონი, რომელიც დღევანდელი კურსით შეადგენდა დაახლოებით 3 მილიონ ამერიკულ დოლარს. 3 მილიონი დოლარი, რომელიც აკაკი ხოშტარიამ დამალა, დაიცვა, შეინახა, არა თავისთვის, არამედ საქართველოსთვის. მაგრამ აქ იწყება ყველაზე რთული ნაწილი ამ ისტორიისა. რა უნდა გაკეთდეს ამ ფულით? ვის ეკუთვნის ის? ეკუთვნის ის ქართულ სახელმწიფოს? ეკუთვნის ის აკაკის შთამომავლებს? ეკუთვნის ის იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აკაკი აფინანსებდა, სკოლებს, თეატრებს, კულტურულ ინსტიტუტებს? ეს არის კითხვები, რომლებზეც დღემდე არ არის ერთიანი პასუხი. ეს არის კითხვები, რომლებზეც იურისტები, ისტორიკოსები, პოლიტიკოსები კამათობენ უკვე 30 წელია. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, აკაკი ხოშტარიას მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ ფული. მისი მემკვიდრეობა არის იდეა იმისა, რომ ერთი ადამიანი, თუ მას აქვს ხედვა, გამბედაობა და სიყვარული თავისი ქვეყნისადმი, შეუძლია შეცვალოს ისტორია. იდეა იმისა, რომ ფული არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება შეიქმნას სილამაზე, კულტურა, თავისუფლება. იდეა იმისა, რომ ნამდვილი სიმდიდრე არ არის ბანკის ანგარიშებში, ნამდვილი სიმდიდრე არის იმ კვალში, რომელსაც შენ ტოვებ, იმ ცხოვრებებში, რომლებსაც შენ ეხები, იმ ოცნებებში, რომლებსაც შენ აცოცხლებ. დღეს, როდესაც თქვენ დადიხართ თბილისში და ხედავთ ხელოვნების სასახლეს, როდესაც თქვენ კითხულობთ წიგნებს ქართულ ისტორიაზე, როდესაც თქვენ ისმენთ ისტორიებს პირველი რესპუბლიკის შესახებ, გახსოვდეთ, ყოველივე ეს არსებობს იმიტომ, რომ ერთხელ იყო ადამიანი, რომელმაც ირწმუნა, რომ საქართველო ღირს ყველაფერი, ღირს მისი ქონება, ღირს მისი დრო, ღირს მისი ცხოვრება. ადამიანი, რომელიც იყო ქართული გეტსბი, არა ილუზიების მაძიებელი, არამედ რეალობის შემქმნელი. და შესაძლოა, სადღაც რომელიმე შვეიცარიულ ბანკში, კვლავ არსებობს კიდევ ერთი ანგარიში, კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც ელოდება აღმოჩენას, კიდევ ერთი საჩუქარი აკაკი ხოშტარიასგან მომავალი თაობებისთვის. და შესაძლოა ერთ დღეს ვიღაც იპოვის მას და გააგრძელებს იმას, რაც აკაკიმ დაიწყო, გააგრძელებს ოცნებას, გააგრძელებს ბრძოლას, გააგრძელებს სიყვარულს საქართველოსადმი. რას ფიქრობთ თქვენ? თუ თქვენ იპოვით ამ ფულს, რას გააკეთებდით მასთან? გამოიყენებდით მას ისე, როგორც აკაკი სურდა, კულტურისთვის, განათლებისთვის, ხელოვნებისთვის. თუ გამოიყენებდით მას რაღაცახლისთვის, რაღაც თანამედროვისთვის, რაღაც, რაც აკაკი ვერ წარმოიდგენდა? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რადგან აკაკი ხოშტარიას ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის შესახებ. ის არის მომავლის შესახებ, მომავალი, რომელსაც ჩვენ ვქმნით დღეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი აკაკი ხოშტარიას შესახებ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი დამალული ანგარიში, ყოველი საიდუმლო გვირაბი თბილისის ქვეშ, რომელიც აშენებული იყო არა დეკორაციისთვის, არამედ გადარჩენისთვის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ ერთგულება ადამიანისადმი, რომელმაც გაგაძლიერათ, ან გადაარჩინოთ საკუთარი თავი, როდესაც მთელი სამყარო იშლება თქვენს გარშემო. 1921 წლის თებერვალში ეს 12 ადამიანი შეიკრიბნენ ბოლო შეხვედრაზე, შეხვედრა, რომელიც გაიმართა არა სასახლის დიდ დარბაზში, არამედ იქ, სადაც არავინ ეძებდა მათ, ძველ ღვინის საცავში, რომელიც მდებარეობდა 30 მეტრი სიღრმეზე სასახლის ქვეშ. ამ საცავში, სადაც ჰაერი იყო სქელი და ტენიანი, სადაც კედლებზე იზრდებოდა ღობი, სადაც ერთადერთი სინათლე მოდიოდა ნავთობის ლამპებიდან, ისინი მიიღეს გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ აკაკის ბედი, არამედ მთელი ქართული ისტორიის მიმართულება. რა იყო ეს გადაწყვეტილება? ვინ იყვნენ ეს ადამიანები? და რატომ 100 წლის შემდეგ მათი შთამომავლები კვლავ ინახავენ ჩუმობას, თითქოს ეს საიდუმლო შეიძლება დღესაც დაჯდეს ცოცხალ ადამიანებს. ერთ-ერთი იმ 12-დან იყო გიორგი, იგივე გიორგი, რომელიც ადრე გვიყვა ისტორიები აკაკის ფინანსური ოპერაციების შესახებ. მაგრამ ახლა, როდესაც ის საუბრობს იმ ღამის შესახებ, მისი ხმა იცვლება.
ის ხდება ჩურჩული, რომელიც სავსეა შიშით, მწუხარებით, მონანიებით. ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი დასრულდა, იწყებს ის, მისი თვალები ფიქსირებული არის იატაკზე, თითქოს ის ვერ ბედავს შეხედოს კამერას. ჩვენ ვიცოდით, რომ წითელი არმია მოდიოდა, ვიცოდით, რომ პირველი რესპუბლიკა იყო დასასრულს, ვიცოდით, რომ ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, იქცეოდა მტრად. მაგრამ ყველაზე მძიმე იყო ის, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ აკაკი ბატონი არ გაიქცეოდა. ის არ დატოვებდა საქართველოს. და ეს ნიშნავდა, რომ ის იქნებოდა პირველი, ვინც დაიჭერდნენ, პირველი, ვისაც წაართმევდნენ ყველაფერს, პირველი, ვინც შეიძლება აღარ გადარჩენოდა. იმ ღამეს, ღვინის საცავში 12 ადამიანმა განიხილეს გეგმა, რომელიც უნდა გადაერჩინა აკაკი მის ნებაზე უკეთ. ისინი იცოდნენ, რომ აკაკის ყველაზე დიდი სისუსტე იყო არა მისი ქონება, არა მისი ჯანმრთელობა, არამედ მისი პატრიოტიზმი, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ ის მზად იყო მსხვერპლად შეეწირა საკუთარი თავი. ჩვენ გვქონდა გეგმა აგრძელებს. გიორგი. ჩვენ გვქონდა კონტაქტები ბათუმში, ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ აკაკი ბატონის გაყვანა ქვეყნიდან ღამის ბნელში, გაყვანა თურქეთში, შემდეგ ევროპაში. ჩვენ გვქონდა ფული, რომელიც საკმარისი იყო ახალი ცხოვრების დასაწყებად. ჩვენ გვქონდა დოკუმენტები, ყალბი დოკუმენტები, მაგრამ კარგი ყალბი დოკუმენტები. ყველაფერი იყო მზად. ერთადერთი, რაც გვჭირდებოდა, იყო აკაკი ბატონის თანხმობა. მაგრამ აკაკი არ დათანხმდა. როდესაც 12 ადამიანმა წარუდგინეს მას ეს გეგმა, როდესაც მათ ახსნეს, რომ ეს იყო ერთადერთი გზა მისი გადასარჩენად, როდესაც მათ ევედრნენ, რომ ის იფიქროს თავის ოჯახზე, თავის მომავალზე, თავის ცხოვრებაზე, აკაკიმ უბრალოდ თქვა, არა. ერთი სიტყვა. მარტივი, მკაფიო, საბოლოო. არა. რატომ? კითხეს მათ. რატომ უარს ამბობ გადარჩენაზე? აკაკიმ შეხედა ყოველ მათგანს ცალ-ცალკე, მისი თვალები სავსე იყო რაღაცით, რასაც გიორგი აღწერს როგორც მშვიდობა, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც შენ უკვე მიიღე გადაწყვეტილება და იცი, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმეა ის. რადგან თუ მე გავიქცევი, თქვა აკაკიმ, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც მე ვიბრძოდით, დაკარგავს აზრს. მე ვამბობდი ხალხს, რომ საქართველო ღირს ყველაფერი, ღირს ფული, ღირს დრო, ღირს ცხოვრება. როგორ შემიძლია ახლა გავიქცე, როდესაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანები, რომლებიც რჩებიან. როგორ შემიძლია ვთქვა სხვებს, რომ ისინი იბრძოლონ, როდესაც მე თვითონ ვირჩევ უსაფრთხოებას ბრძოლის ნაცვლად. არა. მე დავრჩები. და თუ ეს ნიშნავს, რომ მე დავკარგავ ყველაფერს, მაშინ ასე იყოს. მაგრამ მე არ დავკარგავ ჩემს ღირსებას. მე არ დავკარგავ ჩემს რწმენას. მე არ დავკარგავ ჩემს სიყვარულს საქართველოსადმი. 12 ადამიანმა ცადეს დაერწმუნებინათ ის. ისინი საუბრობდნენ საათობით, საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი გადარჩენა იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი სიმბოლური ჟესტი, საუბრობდნენ იმაზე, რომ ის შეეძლო გააგრძელოს ბრძოლა ემიგრაციაში, საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი ოჯახი საჭიროებდა მას. მაგრამ აკაკი იყო ურყევი. და საბოლოოდ, როდესაც გათენდა და მზე დაიწყო ამოსვლა თბილისის ზემოთ, 12 ადამიანმა გააცნობიერეს, რომ ისინი წააგეს ბრძოლა. ისინი წააგეს ბრძოლა არა საბჭოთა ხელისუფლებას, არა ისტორიას, არამედ რაღაცას უფრო ძლიერს, ისინი წააგეს ბრძოლა აკაკი ხოშტარიას სულს. ჩვენ გავედით იმ საცავიდან, როგორც დამარცხებულები, იხსენებს გიორგი, მისი ხმა კანკალებს. მაგრამ ჩვენ ასევე გავედით, როგორც შთაგონებულები. რადგან ჩვენ ვნახეთ რაღაც, რაც იშვიათია, ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც მართლა სჯეროდა იმისა, რასაც ამბობდა. ადამიანი, რომელიც არ იყო მხოლოდ სიტყვები, ის იყო მოქმედება. და ეს არის ის, რაც ხდის მას ლეგენდად. არა მისი ფული. არა მისი სასახლე. არა მისი ბიზნესი. არამედ მისი სული, რომელიც იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი არმია, უფრო მდიდარი, ვიდრე ნებისმიერი ბანკის ანგარიში, უფრო მარადიული, ვიდრე ნებისმიერი შენობა. მაგრამ ამ ისტორიას აქვს გაგრძელება, რომელიც არასოდეს ყოფილა ნათქვამი. იმ 12-დან ერთმა ადამიანი, რომლის სახელს გიორგი არ ასახელებს, მიიღო სხვა გადაწყვეტილება. ის გადაწყვიტა, რომ თუ აკაკი არ გადაარჩენდა საკუთარ თავს, მაშინ ის გადაარჩენდა აკაკის მემკვიდრეობას. და ამისთვის ის გააკეთა რაღაც, რაც შეიძლებოდა ჩაითვალოს როგორც გმირობა, ან როგორც ღალატი, და მოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებთ მას. ის წაიღო რაღაც, რაც ეკუთვნოდა აკაკის, რაც იყო ძალიან ფასეული, რაღაც, რაც შეიძლებოდა შეცვალოს ყველაფერი. რა იყო ეს? სად არის ის ახლა?
და რატომ გიორგი 100 წლის შემდეგ კვლავ უარს ამბობს გაამჟღავნოს ამ ადამიანის სახელი. სასახლის ქვეშ, იქ სადაც არც ერთი ოფიციალური გეგმა არ აჩვენებს არაფერს, არსებობს ქსელი გვირაბებისა, გვირაბები, რომლებიც აშენებული იყო არა 1930-იან წლებში, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, არამედ გაცილებით ადრე. შესაძლოა მე-18 საუკუნეში, როდესაც თბილისი იყო ქალაქი, რომელიც მუდმივად იბრძოდა გადარჩენისთვის. ეს გვირაბები იყო დამალული, დავიწყებული, დალუქული, სანამ აკაკი ხოშტარია არ იყიდა მიწას და არ დაიწყო სასახლის მშენებლობა. როდესაც მშენებლები აღმოაჩინეს ეს გვირაბები, ისინი მოხსენებას უკეთებდნენ აკაკის, მოელოდნენ ბრძანებას მათი ჩაყრის შესახებ. მაგრამ აკაკიმ თქვა რაღაც, რაც გააკვირვა ყველას, არა. არ ჩაყაროთ ისინი. გააძლიერეთ ისინი. გააფართოვეთ ისინი. და არავის არ უთხრათ მათ შესახებ. რატომ? რატომ სჭირდებოდა მდიდარ ბიზნესმენს საიდუმლო გვირაბები? პასუხი მოდის არაოფიციალური დოკუმენტებიდან, არამედ მოწმეთა ჩვენებებიდან, მოწმეები, რომლებიც მუშაობდნენ იმ მშენებლობაზე და რომლებმაც დადეს ხელი საიდუმლოების შენარჩუნების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი 90 წლის ვასილ გვიყვება, აკაკი ბატონი იყო ადამიანი, რომელიც ფიქრობდა წინ. ის იცოდა, რომ დღეს შეიძლება იყოს მშვიდობა, მაგრამ ხვალ შეიძლება იყოს ომი. ის იცოდა, რომ დღეს შეიძლება იყოს თავისუფლება, მაგრამ ხვალ შეიძლება იყოს ოკუპაცია. და ის სურდა, რომ მას ჰქონოდა გზა გაქცევისთვის, გზა დამალვისთვის, გზა გადარჩენისთვის. არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც შეიძლება დასჭირდეს ეს. გვირაბები იყო არა მხოლოდ გასასვლელები, ისინი იყო მთელი სისტემა. ისინი აკავშირებდნენ სასახლეს რამდენიმე სხვა შენობასთან თბილისში, შენობები, რომლებიც ეკუთვნოდა აკაკის მეგობრებს, პარტნიორებს, ადამიანებს, რომლებსაც ის ენდობოდა. ისინი აკავშირებდნენ სასახლეს მდინარესთან, მდინარეს, საიდანაც შეიძლებოდა გაქცევა ნავით. ისინი აკავშირებდნენ სასახლეს ძველ ეკლესიასთან, ეკლესია, რომელიც ჰქონდა საკუთარი საიდუმლო გასასვლელები და რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო თავშესაფარი. და ყველაზე მნიშვნელოვანი, გვირაბები აკავშირებდნენ სასახლეს ერთ ადგილთან, რომელზეც არავინ იცოდა, ადგილი, სადაც აკაკი ინახავდა თავის ყველაზე ფასეულ საიდუმლოებებს. ეს იყო ოთახი, აგრძელებს ვასილ მისი თვალები ბრწყინავს მოგონებებით. პატარა ოთახი დაახლოებით 4 მეტრი 3 მეტრზე, რომელიც მდებარეობდა 40 მეტრის სიღრმეზე. კედლები იყო ქვისგან, იატაკი იყო ქვისგან, ჭერი იყო ქვისგან. არ იყო ფანჯრები, არ იყო ვენტილაცია, არ იყო არაფერი, რაც მიუთითებდა, რომ ეს იყო რაღაც განსაკუთრებული. მაგრამ იმ ოთახში, კედლის უკან იყო სეიფი, რომელიც იყო ისეთი დიდი, რომ შეიძლებოდა შესულიყო ადამიანი. და იმ სეიფში აკაკი ბატონი ინახავდა დოკუმენტები, რომლებიც, როგორც ის ამბობდა, იყო უფრო ფასეული, ვიდრე ყველა მისი ოქრო და ვერცხლი ერთად. რა იყო ეს დოკუმენტები? ვასილი არ იცის, მას არასოდეს მიეცა ნებართვა შესვლისთვის იმ ოთახში, როდესაც აკაკი იყო იქ. მაგრამ ის იცის ერთი რამ, 1921 წლის თებერვალში ერთი დღით ადრე, ვიდრე წითელი არმია შემოვიდოდა თბილისში, აკაკიმ ჩამოიყვანა ვასილი იმ ოთახში და უთხრა მას გააკეთოს რაღაც, რაც ვასილმა არასოდეს დაივიწყა. მან მითხრა, ვასილ, მე მჭირდება შენი დახმარება. მე მჭირდება, რომ შენ დალუქო ეს სეიფი, დალუქო ისე, რომ არავინ შეძლოს მისი გახსნა. არავინ. არასოდეს. თუ არა ადამიანი, რომელსაც ექნება სწორი გასაღები. მე ვკითხე, რა გასაღები? ის უბრალოდ გაიღიმა და თქვა, გასაღები, რომელიც არ არის ლითონისგან. გასაღები, რომელიც არის ცოდნისგან. ვასილმა გააკეთა ის, რაც აკაკიმ სთხოვა. მან დალუქა სეიფი, დალუქა ისე, რომ მისი გახსნა მოითხოვდა არა მხოლოდ ძალას, არამედ ცოდნა კონკრეტული მექანიზმის შესახებ, კონკრეტული თანმიმდევრობის შესახებ, კონკრეტული კოდის შესახებ. და შემდეგ, როდესაც სამუშაო დასრულდა, აკაკიმ უთხრა ვასილს რაღაც, რაც ვასილმა არასოდეს გაიგო იმ დრომდე, სანამ არ გავიდა 10 წელი. მან მითხრა, ვასილ, შენ ახლა ხარ ერთ-ერთი იმ ორი ადამიანიდან, რომლებმაც იციან ამ ადგილის შესახებ. მეორე ადამიანი ვარ მე. და თუ რამე მომხდება ჩემთან, შენ უნდა დაივიწყო ყველაფერი, რაც შენ ნახე აქ. დაივიწყო სამუდამოდ. რადგან თუ არასწორი ადამიანები გაიგებენ ამის შესახებ, ეს შეიძლება დაჯდეს ბევრ ადამიანები, რომლებიც არაფერ შუაში არიან ამ ყველაფერში. ვასილმა შეინარჩუნა ეს საიდუმლო 90 წლის განმავლობაში. ის არასოდეს უთქვამს არავის, არც თავის ცოლს, არც თავის შვილებს, არც თავის მეგობრებს. მაგრამ ახლა, როდესაც ის გრძნობს, რომ მისი დრო ამოიწურება, ის მზად არის გაამჟღავნოს ეს საიდუმლო, მაგრამ არასრულად. მე შემიძლია გითხრათ, სად არის ეს ოთახი, ამბობს ის.
მაგრამ მე არ შემიძლია გითხრათ, როგორ გახსნათ სეიფი. რადგან ეს არის ცოდნა, რომელიც აკაკი ბატონმა წაიღო თავისთან ერთად. და შესაძლოა, ეს არის კარგი. შესაძლოა, ზოგიერთი საიდუმლო უნდა დარჩეს საიდუმლოდ, სანამ არ მოვა სწორი დრო, სწორი ადამიანი, სწორი მიზეზი. მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ვასილი გვიყვება, რაღაც, რაც შეიძლება იყოს გასაღები მთელი საიდუმლოსი. 1921 წლის თებერვალში, როდესაც ისინი ასრულებდნენ ბოლო მუშაობას იმ ოთახში, აკაკიმ უთხრა ვასილს ერთი წინადადება, რომელიც ჟღერდა როგორც ჩვეულებრივი საუბარი, მაგრამ რომელიც, როგორც ვასილი ახლა ფიქრობს, შეიძლებოდა იყო მინიშნება. მან თქვა, ვასილ, შენ იცი რა არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი საიდუმლოს შესანახად? არა სეიფი. არა ბანკი. არა გვირაბი. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ადამიანის გონება, რომელიც იცის, როდის უნდა ისაუბროს და როდის უნდა იჩუმოს. რას ნიშნავდა ეს? ნიშნავდა თუ არა ეს, რომ გასაღები იმ სეიფისთვის არ არის ფიზიკური ობიექტი, არამედ ინფორმაცია, რომელიც გადაცემული იყო ზეპირად, თაობიდან თაობაში, ადამიანიდან ადამიანამდე. ნიშნავდა თუ არა ეს, რომ სადღაც ვიღაც კვლავ იცის, როგორ გაიხსნას ეს სეიფი, იცის, მაგრამ ელოდება სწორ მომენტს. და რა არის იმ სეიფში, რაც ისეთი მნიშვნელოვანია, რომ აკაკიმ გადაწყვიტა დაემალა ის არა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებისგან, არამედ ყველასგან, თუნდაც თავისი ყველაზე ახლო ადამიანებისგან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ არქივარიუსი, ადამიანი, რომელიც ყოველდღე მუშაობს ძველ დოკუმენტებთან, ძველ წიგნებთან, ძველ ფოტოებთან. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს, როდესაც თქვენ ხსნით ყუთს, რომელიც დალუქული იყო 90 წლის განმავლობაში, თქვენ პოულობთ რაღაცას, რაც არ უნდა არსებობდეს, დოკუმენტები, რომლებიც უნდა განადგურებულიყო, დოკუმენტები, რომლებზეც წერია, განადგურებას დაქვემდებარებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით ქართული ისტორიის შესახებ. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა 1995 წელს, როდესაც ერთმა ახალგაზრდა ისტორიკოსმა, სახელად ნინო, არა იგივე ნინო, რომელიც მუშაობდა მინადორასთან, არამედ მისი შვილიშვილი, იპოვა 5 ძველ სამთავრობო არქივში, 5, რომელზეც არ იყო არანაირი ეტიკეტი, არანაირი ნომერი, არანაირი მითითება იმის შესახებ, რა შეიცავდა ის. ამ ყუთში იყო დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა აკაკი ხოშტარიას, მაგრამ არა იმ აკაკის, რომელზეც ყველა მიცოდა. ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა აკაკის საიდუმლო ცხოვრება, რომელიც იყო სავსე შეხვედრებით, რომლებიც არასოდეს ჩაწერილა ოფიციალურ ქრონიკებში, სავსე ფინანსური ტრანზაქციებით, რომლებიც არასოდეს გამოჩენილა ოფიციალურ ანგარიშებში, სავსე გეგმებით, რომლებიც არასოდეს განხორციელებულა, მაგრამ რომლებიც აჩვენებდნენ, თუ რამდენად შორს იყო მზად წასულიყო აკაკი საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად. ერთ-ერთი დოკუმენტი იყო წერილი, რომელიც დაწერილი იყო აკაკის ხელით 1921 წლის იანვარში, ერთი თვით ადრე, ვიდრე წითელი არმია შემოვიდოდა თბილისში. ეს წერილი არ იყო მიმართული არავის კონკრეტულად, ის იყო მიმართული მომავალ თაობებს. წერილში აკაკი წერდა არა თავის მიღწევებზე, არა თავის ქონებაზე, არა თავის სასახლეზე. ის წერდა თავის შეცდომები, რომლებიც, როგორც ის თვლიდა, გამოიწვია პირველი რესპუბლიკის დაცემა. მე ვფიქრობდი, რომ ფული შეიძლება ყიდულობდა თავისუფლებას, წერდა აკაკი. მე ვფიქრობდი, რომ თუ მე მოვიტან საკმარის რესურსებს, თუ მე დავაფინანსებ საკმარის პროექტებს, თუ მე დავეხმარები საკმარის ადამიანებს, მაშინ საქართველო გახდებოდა ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული. მაგრამ მე ვცდებოდი. რადგან თავისუფლება არ იყიდება ფულით. თავისუფლება მოიპოვება სისხლით, ოფლით, წრემლებით. თავისუფლება მოითხოვს არა მხოლოდ რესურსებს, ის მოითხოვს მსხვერპლს. და მე, მიუხედავად ყველა ჩემი ფულისა, არ ვიყავი მზად იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა. ეს იყო სიტყვები არა დამარცხებული კაცისა, არამედ გონიერი კაცისა, კაცი, რომელმაც გააცნობიერა, რომ ყველაზე დიდი ძალა არ არის ფულში, არამედ რწმენაში, რწმენა, რომელიც ისეთი ძლიერია, რომ ადამიანები მზად არიან მსხვერპლად შეწირონ ყველაფერი მისთვის. მე ვცადე შემეძინა საქართველოს დამოუკიდებლობა, აგრძელებდა აკაკი. მაგრამ დამოუკიდებლობა არ იყიდება. ის მოიგება. და მოგება მოითხოვს არა მხოლოდ ფულს, ის მოითხოვს გულს, სულს, სიცოცხლეს. მე მივეცი ფული. მაგრამ მე არ მივეცი საკმარისი გული. და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. მაგრამ წერილი არ სრულდებოდა სინანულით. ის სრულდებოდა იმედი, რომელიც აკაკი ჰქონდა მომავალი თაობებისთვის. მე ვიცი, რომ საქართველო კვლავ იქნება თავისუფალი, წერდა ის. მე ვიცი, რომ ეს არ მოხდება ჩემს სიცოცხლეში. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს მოხდება.
რადგან ქართველი ხალხი არის ხალხი, რომელიც არასოდეს ნებდება. ხალხი, რომელიც ყოველთვის ბრუნდება, ყოველთვის იბრძვის, ყოველთვის იმედოვნებს. და როდესაც ეს დრო მოვის, როდესაც საქართველო კვლავ გახდება თავისუფალი, მე მინდა რომ ახალმა თაობებმა იცოდნენ ერთი რამ, თავისუფლება არ არის საჩუქარი. ის არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმისა, რომ შეინარჩუნო ის, დაიცვა ის, გადასცე ის შენ შვილებს და შენ შვილიშვილებს. ეს წერილი იყო აკაკი ხოშტარიას ანდერძი, არა იურიდიული ანდერძი, რომელიც ეხებოდა ქონებას და ფულს, არამედ სულიერი ანდერძი, რომელიც ეხებოდა იდეებს და ღირებულებებს. და ამ ანდერძში იყო რაღაც, რაც ნინომ, ახალგაზრდა ისტორიკოსმა, ვერ გაიგო დაუყოვნებლივ, მაგრამ რომელიც მან გააცნობიერა წლების შემდეგ, როდესაც ის უფრო ღრმად შეისწავლა აკაკის ცხოვრებას. წერილის ბოლოში აკაკი წერდა, მე დავტოვე რაღაც, რაც შეიძლება დაეხმაროს მომავალ თაობებს. ეს არ არის ფული. ეს არ არის ოქრო. ეს არის ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ აშენდა პირველი რესპუბლიკა, როგორ დაფინანსდა ის, როგორ იბრძოდა ის, როგორ დაეცა ის. ეს ცოდნა დამალულია იქ, სადაც მხოლოდ ის იპოვის, ვინც ნამდვილად ეძებს მას, ეძებს არა ფულის მოსაპოვებლად, არამედ სიმართლის გასაგებად. სად არის ეს ცოდნა? ნინო მუშაობდა ამ კითხვაზე 30 წლის განმავლობაში. ის ეძებდა არქივებში, ბიბლიოთეკებში, კერძო კოლექციებში. ის ესაუბრებოდა ადამიანებს, რომლებიც იცნობდნენ აკაკის, ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მასთან, ადამიანებს, რომლებიც ინახავდნენ მის საიდუმლოებებს. და ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ ის დაიწყო სურათის შედგენა, სურათი, რომელიც აჩვენებდა, რომ აკაკი ხოშტარია იყო არა მხოლოდ მდიდარი ბიზნესმენი, არა მხოლოდ მეცენატი, არა მხოლოდ პატრიოტი. ის იყო არქიტექტორი საიდუმლო სისტემისა, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ცოდნა, დაეცვა ინფორმაცია, გადაეცა მემკვიდრეობა. ამ სისტემის ნაწილი იყო გვირაბები. ნაწილი იყო საიდუმლო ანგარიშები. ნაწილი იყო დოკუმენტები, რომლებიც დამალული იყო სხვადასხვა ადგილებში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ნაწილი საიდუმლოსი, მაგრამ არა მთელი საიდუმლო. ადამიანები, რომლებიც იყვნენ როგორც ჯაჭვის რგოლები, ყოველი რგოლი იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთად ისინი ქმნიდნენ მთელ ჯაჭვს. აკაკი ბატონი იყო გენიოსი, ამბობს ნინო დღეს, მისი თვალები ბრწყინავს აღფრთოვანებით. ის გააცნობიერა რაღაც, რაც ბევრმა ადამიანმა არ აცნობიერა, რომ ყველაზე უსაფრთხო გზა საიდუმლოს შესანახად არის არა დამალვა, არამედ გაფანტვა. თუ შენ დამალავ საიდუმლოს ერთ ადგილას, ის შეიძლება იპოვონ. მაგრამ თუ შენ გაფანტავ საიდუმლოს 10 ადგილას, 10 ადამიანს შორის 10 თაობაში, მაშინ ის ხდება თითქმის შეუძლებელი იპოვო, თუ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც ნამდვილად ეძებს მას, ნამდვილად ესმის მისი მნიშვნელობა, ნამდვილად მზად არის გამოიყენოს ის სწორად. და ეს არის ის, რაც ხდის აკაკი ხოშტარიას ისტორიას არა მხოლოდ ისტორიად წარსულის შესახებ, არამედ ისტორიად მომავლის შესახებ. რადგან სადღაც იმ გვირაბებში, იმ სეიფებში, იმ დოკუმენტებში, იმ ადამიანების მეხსიერებაში, კვლავ არსებობს ნაწილები აკაკის მემკვიდრეობისა, ნაწილები, რომლებიც ელოდებიან აღმოჩენას, ელოდებიან გაგებას, ელოდებიან გამოყენებას. და როდესაც ეს ნაწილები საბოლოოდ შეერთდებიან, როდესაც ვიღაც საბოლოოდ იპოვის გასაღებს, როდესაც ვიღაც საბოლოოდ გაიგებს მთელ სურათს, მაშინ ჩვენ ვიცოდეთ სიმართლეს, სრულ სიმართლეს აკაკი ხოშტარიას შესახებ, სრულ სიმართლეს პირველი რესპუბლიკის შესახებ, სრულ სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ღირს ნამდვილად თავისუფლება. მაგრამ ამჟამად ჩვენ გვაქვს მხოლოდ ნაწილები. ნაწილები ფაზლისა, რომელიც კვლავ არ არის სრული. და შესაძლოა, ეს არის კარგი. შესაძლოა, აკაკი სწორედ ამას სურდა, რომ ყოველი თაობა იპოვოს თავისი ნაწილი, დაამატოს თავისი ნაწილი, გადასცეს თავისი ნაწილი. სურდა, რომ მისი მემკვიდრეობა იყოს არა სტატიკური ძეგლი, არამედ ცოცხალი პროცესი, რომელიც გრძელდება, ვითარდება, იზრდება თაობიდან თაობაში. და ახლა კითხვა თქვენთვის, თუ თქვენ იპოვით ნაწილს ამ ფაზლისა, დოკუმენტს, ფოტოს, ისტორიას, მოგონებას, რას გააკეთებდით მასთან? შეინახავდით მას საკუთარ თავთან? გაუზიარებდით მას სხვებს? გამოიყენებდით მას იმისთვის, რომ გააგრძელოთ ის, რაც აკაკიმ დაიწყო? ეს არის არჩევანი, რომელიც ყოველ ჩვენგანს აქვს, არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ვიხსენებთ წარსულს, არამედ იმასაც, თუ როგორ ვაშენებთ მომავალს. პირველად 35 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც იყო აკაკი ხოშტარიას პირადი ბანკირი ბაქოსა და ევროპის ფინანსურ დედაქალაქებში, თანახმა გახდა ისაუბროს იმაზე, რაც მან ნახა, რაც მან იცოდა, რაც მან ინახა როგორც უდიდესი ტვირთი თავის გულზე ათეული წლების განმავლობაში.
მისი სახელია დავით და დღეს ის 92 წლისაა, მაგრამ მისი მეხსიერება კვლავ ინახავს ყოველ დეტალს, ყოველ ციფრს, ყოველ ხელმოწერას, ყოველ საიდუმლო შეხვედრას, რომელიც შეიძლებოდა შეცვალოს ქართული ისტორიის მიმართულება. აკაკი ბატონი არ იყო უბრალოდ მდიდარი კაცი, რომელიც ყიდულობდა ხომალდებს და აშენებდა სასახლეებს, იწყებს დავით, მისი ხმა ჯერ კიდევ ძლიერია მიუხედავად ასაკისა. ის იყო სტრატეგი, რომელიც თამაშობდა თამაშს, რომელსაც არავინ სხვა ვერ ხედავდა. თამაშს, რომელიც არ სრულდებოდა ერთ თაობაში, არამედ გრძელდებოდა თაობებში. რას ნიშნავს ეს? რა თამაშს თამაშობდა აკაკი? და რატომ დავითი 100 წლის შემდეგ კვლავ ფიქრობს, რომ ამ თამაშის ბოლო ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა? დავითი გვიყვება ისტორიას, რომელიც იწყება არა თბილისში, არამედ პარიზში, 1921 წლის მარტში, 2 თვის შემდეგ, რაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში. იმ დროს დავითი იყო ახალგაზრდა ბანკირი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ პატარა, მაგრამ ძალიან ექსკლუზიურ ბანკში, ბანკი, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ განსაკუთრებულ klientებს, რომლებსაც სჭირდებოდათ არა მხოლოდ ფულის შენახვა, არამედ ფულის დამალვა. ერთ დღეს, ჩემს ოფისში შემოვიდა კაცი, იხსენებს დავითი. ის არ იყო აკაკი ბატონი იმ დროს უკვე იყო თბილისში, ცდილობდა გადარჩენას თავისი ქონებისა საბჭოთა კონფისკაციისგან. ეს იყო სხვა კაცი, რომელმაც თქვა, რომ ის მოდიოდა აკაკი ბატონის სახელით, რომ მას ჰქონდა სპეციალური მინდობილობა, რომ მას სჭირდებოდა ჩემი დახმარება რაღაცისთვის, რაც უნდა დარჩენილიყო საიდუმლოდ სამუდამოდ. რა სჭირდებოდა ამ კაცს? დავითი ყოყმანობს, სანამ პასუხს გასცემს, ყოყმანობს არა იმიტომ, რომ არ იცის, არამედ იმიტომ, რომ ის კვლავ არ არის დარწმუნებული, უნდა თუ არა თქვას ეს. მაგრამ საბოლოოდ ის იღებს ღრმას უნთქვას და იწყებს. მას სჭირდებოდა შექმნილიყო რაღაც, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მარადიული ტრასტი, ფინანსური სტრუქტურა, რომელიც არ ეკუთვნის ერთ ადამიანს, არამედ ეკუთვნის იდეას. სტრუქტურა, რომელიც არ იშლება მფლობელის გარდაცვალებით, არამედ გრძელდება, ვითარდება, ემსახურება თავის მიზანს თაობიდან თაობაში. რა იყო ეს მიზანი? დავითი ამბობს, რომ მიზანი იყო მარტივი და ამბიციური ერთდროულად, დაფინანსება ქართული კულტურისა, განათლებისა და დამოუკიდებლობის იდეისა, არა მხოლოდ იმ დროს, არამედ ყოველთვის, სანამ საქართველო არსებობს. როგორ მუშაობს ასეთი ტრასტი? დავითი ხსნის, რომ ეს არის რთული სისტემა, რომელიც მოიცავს რამდენიმე ბანკს, რამდენიმე ქვეყანას, რამდენიმე იურიდიულ სტრუქტურას. ფული ინახება არა ერთ ადგილას, არამედ ათობით ადგილას. ის ინვესტირებულია არა ერთ აქტივში, არამედ ასობით აქტივში. და ის მართულია არა ერთი ადამიანის მიერ, არამედ საბჭოს მიერ, საბჭო, რომლის წევრები იცვლებიან, მაგრამ მისი არჩება იგივე. ვინ არიან ამ საბჭოს წევრები? დავითი არ სახელებს, ის ამბობს მხოლოდ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ აკაკი ბატონის ხედვას, ადამიანები, რომლებიც მზად არიან მსახურონ არა საკუთარ ინტერესებს, არამედ საქართველოს ინტერესებს. მაგრამ აქ არის ყველაზე საინტერესო ნაწილი. დავითი ამბობს, რომ ეს ტრასტი კვლავ არსებობს. ის არსებობს დღესაც, ამბობს ის, მისი თვალები ფიქსირებული არის კამერაზე, თითქოს ის სურს, რომ ყოველი მაყურებელი გაიგოს მისი სიტყვების მნიშვნელობა. ის არსებობს და ის მუშაობს. ყოველ წელს ამ ტრასტიდან გამოიყოფა ფული, რომელიც მიდის სტიპენდიებზე ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ევროპის უნივერსიტეტებში. ფული, რომელიც მიდის ქართული თეატრების მხარდაჭერაზე. ფული, რომელიც მიდის ქართული ხელოვნების დაცვაზე. და ყველა ეს ფული მოდის ანონიმურად, მოდის ისე, რომ არავინ იცის, საიდან მოდის, არავინ იცის, ვინ აფინანსებს მას, არავინ იცის, რომ ეს არის აკაკი ხოშტარიას მემკვიდრეობა, რომელიც კვლავ ცოცხლობს და მუშაობს. ეს არის განცხადება, რომელიც შეიძლება ჟღერდეს როგორც ფანტაზია, როგორც ლეგენდა, როგორც ზღაპარი. მაგრამ დავითი გვთავაზობს მტკიცებულებას, არასრულ მტკიცებულებას, რადგან სრული მტკიცებულება დაარღვევდა ტრასტის კონფიდენციალურობას, მაგრამ საკმარის მტკიცებულებას იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ვიკითხოთ, ვიძიოთ. თუ თქვენ ეძებთ, ამბობს ის, თუ თქვენ ნამდვილად ეძებთ, თქვენ იპოვით კვალებს. იპოვით სტიპენდიებს, რომლებიც მოდის ანონიმური დონორისგან. იპოვით თეატრებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას, კერძო ფონდისგან, რომლის სახელი არასოდეს ხსენებულა. იპოვით პროექტებს, რომლებიც რეალიზებულია საერთაშორისო მხარდაჭერით, მაგრამ არავინ იცის, რომელი ქვეყნიდან მოდის ეს მხარდაჭერა. და თუ თქვენ გაერთიანებთ ყველა ამ კვალს, თქვენ დაინახავთ ნიმუში, რომელიც მიუთითებს ერთ წყაროზე, ერთ ხედვაზე, ერთ ადამიანზე, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო 100 წლის წინ. მაგრამ რატომ? რატომ აკაკიმ შექმნა ეს სისტემა?
რატომ მან არ დატოვა უბრალოდ ფული თავის შთამომავლებისთვის, როგორც ყველა ნორმალური მდიდარი ადამიანი აკეთებს? დავითის პასუხი არის მარტივი და ღრმა, რადგან აკაკი ბატონი არ იყო ნორმალური მდიდარი ადამიანი. ის იყო ადამიანი, რომელიც ესმოდა, რომ ნამდვილი მემკვიდრეობა არ არის ფული, ნამდვილი მემკვიდრეობა არის იდეა. და იდეა, რომ იცოცხლოს საჭიროებს არა მხოლოდ სიტყვებს, ის საჭიროებს მოქმედებას, რესურსებს, სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეს იდეა არ დაიკარგება, არ დაივიწყება, არ გაქრება. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ აკაკი ხოშტარიას მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ სასახლე, რომელიც გადაქცეულია ხელოვნების სასახლედ, არ არის მხოლოდ ისტორიები, რომლებიც გადმოცემულია თაობიდან თაობაში, არამედ არის ცოცხალი, მოქმედი, ფუნქციონირებადი სისტემა, რომელიც კვლავ ემსახურება საქართველოს. როდესაც ჩვენ ვიცით ეს, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რას ვაკეთებთ ჩვენ ამ ცოდნით? ვაგრძელებთ თუ არა ძიებას? ვეძებთ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მართავენ ამ ტრასტს? ვცდილობთ თუ არა გავხდეთ ნაწილი ამ სისტემისა, არა იმისთვის, რომ ავიღოთ რაიმე, არამედ იმისთვის, რომ მივცეთ რაიმე, რომ გავაგრძელოთ ის, რაც აკაკიმ დაიწყო? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ერთ მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე თქვენ, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენი პირადი ბედნიერება, უფრო მარადიული, ვიდრე თქვენი სიცოცხლე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს თქვენ აცნობიერებთ, რომ ეს მიზანი არ განხორციელდება თქვენ სიცოცხლეში, არ განხორციელდება არა იმიტომ, რომ თქვენ ვერ ეცადეთ საკმარისად, არამედ იმიტომ, რომ ისტორიამ აირჩია სხვა გზა. როგორ იცხოვრებთ ამ ცოდნით? როგორ გააგრძელებთ ბრძოლას, როდესაც იცით, რომ ბრძოლა წაგებულია? ეს იყო აკაკი ხოშტარიას რეალობა 1921 წლის შემდეგ, რეალობა, რომელიც იყო სავსე ტკივილით, მაგრამ ასევე რაღაცით სხვა, რაღაცით, რასაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ მშვიდობა, მიღება, გაგება იმისა, რომ ზოგიერთი ბრძოლა არ იგება ერთ თაობაში, არამედ იგება მრავალ თაობაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახლოს იყო აკაკისთან მის ბოლო წლებში იყო ახალგაზრდა ექიმი, რომელიც არ იყო უბრალოდ სამედიცინო პროფესიონალი, არამედ იყო ადამიანი, რომელიც ესმოდა, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი მკურნალობა არ არის მედიკამენტები, არამედ მოსმენა, გაგება, თანაგრძნობა. მისი სახელია გიორგი, არა იგივე გიორგი, რომელიც მუშაობდა აკაკის ფინანსურ ოპერაციებზე, არამედ სხვა გიორგი, ახალგაზრდა, იდეალისტი, ადამიანი, რომელიც სწამდა, რომ მედიცინა არის არა მხოლოდ სხეულის მკურნალობა, არამედ სულის მკურნალობა. აკაკი ბატონი არ იყო ავად ფიზიკურად, იხსენებს ექიმი გიორგი, რომელიც დღეს 90 წლისაა. ის იყო ავად სულიერად, ავად იმ ტიპის ავადმყოფობით, რომელსაც არ აქვს სახელი სამედიცინო წიგნებში, მაგრამ რომელიც არის ისევე რეალური, როგორც ნებისმიერი ფიზიკური დაავადება. რას ნიშნავს ეს? ექიმი გიორგი ხსნის, რომ აკაკი განიცდიდა რაღაცას, რასაც ჩვენ დღეს შეიძლება ვუწოდოთ არსებითი კრიზისი, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც ადამიანი კარგავს იმას, რაც აძლევდა მას აზრს, მიზანს, მოტივაციას ცხოვრებისთვის. ის ამბობდა ჩემთან, რომ ის გრძნობდა თავს როგორც არქიტექტორი, რომელმაც დახარჯა მთელი თავისი ცხოვრება შესანიშნავი შენობის დასაპროექტებლად, მაგრამ შემდეგ ნახა, როგორ ეს შენობა ინგრევა მის თვალწინ, ინგრევა არა იმიტომ, რომ პროექტი იყო ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ქარიშხალი იყო ძალიან ძლიერი. ეს ქარიშხალი იყო საბჭოთა ოკუპაცია, რომელმაც არა მხოლოდ დაასრულა პირველი რესპუბლიკა, არამედ დაასრულა ოცნება, რომელზეც აკაკი მუშაობდა მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ აქ არის საინტერესო, ექიმი გიორგი ამბობს, რომ აკაკი არ იყო დამარცხებული. ის იყო მწუხარე, დიახ. ის იყო დაღლილი, დიახ. მაგრამ ის არ იყო დამარცხებული. რადგან ის ჰქონდა რაღაც, რაც ბევრ ადამიანს არ აქვს, ის ჰქონდა გრძელვადიანი ხედვა. ის ხედავდა არა მხოლოდ დღეს, არა მხოლოდ ხვალ, არამედ ხედავდა 10 წლეულებს, საუკუნეებს წინ. და ის იცოდა, ის ღრმად, ძირფესვიანად იცოდა, რომ ისტორია არ სრულდება ერთ თაობაში. ისტორია არის მდინარე, რომელიც მიედინება, იცვლება, ხან ნელდება, ხან ჩქარდება, მაგრამ არასოდეს ჩერდება. ექიმი გიორგი გვიყვება ერთ კონკრეტულ საუბარს, რომელიც მას ჰქონდა აკაკისთან 1930 წელს, საუბარი, რომელიც, როგორც ის ამბობს, შეცვალა მისი საკუთარი ცხოვრება და მისი გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს იყო პატრიოტი. ვისხედით მის კაბინეტი, რომელიც ადრე იყო სავსე დოკუმენტებით, ფინანსური ანგარიშებით, გეგმებით, მაგრამ ახლა იყო თითქმის ცარიელი, რადგან ყველაფერი იყო კონფისკირებული ან განადგურებული. და მე ვკითხე მას, აკაკი ბატონო, როგორ ახერხებთ? როგორ ახერხებთ გააგრძელოთ, როდესაც ყველაფერი, რისთვისაც თქვენი ბრძოდით, დაიკარგა და ის შემომხედა იმ გზით, რომლითაც მასწავლებელი უყურებს სტუდენტს, რომელმაც ჯერ არ გაიგო გაკვეთილი და თქვა, გიორგი, შენ ფიქრობ, რომ მე ვიბრძოდი პირველი რესპუბლიკისთვის?
მაგრამ შენ ცდები. მე არ ვიბრძოდი პირველი რესპუბლიკისთვის. მე ვიბრძოდი იდეისთვის, იდეა რომ საქართველოს შეიძლება იყოს თავისუფალი და მოუკიდებელი აყვავებული. და ეს იდეა არ კვდება იმიტომ, რომ ერთი რესპუბლიკა დაეცა. ეს იდეა ცოცხლობს ყოველ ქართველში, რომელიც ოცნებობს უკეთეს მომავალზე, ცოცხლობს ყოველ ბავშვში, რომელიც სწავლობს ქართულ ენას, ცოცხლობს ყოველ მხატვარში, რომელიც ქმნის ქართულ ხელოვნებას. და სანამ ეს იდეა ცოცხლობს, ჩემი ბრძოლა არ არის წაგებული. ეს იყო აკაკი ხოშტარიას ფილოსოფია, რომელიც არ იყო დამარცხების მიღება, არამედ იყო გაგება იმისა, რომ ნამდვილი გამარჯვება არ იზომება ძლებში, არამედ იზომება თაობებში. და ეს ფილოსოფია გამოიხატა მის ბოლო დიდ პროექტი, რომელიც არ იყო შენობა, არ იყო ბიზნესი, არ იყო ფინანსური ოპერაცია. ეს იყო წიგნი, რომელიც აკაკიმ დაწერა თავისი ცხოვრების ბოლო 2 წლის განმავლობაში, წიგნი, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა, მაგრამ რომლის ხელნაწერი შენახულია ოჯახის პირად არქივში. ამ წიგნის სათაური არის მარტივი, წერილები მომავალ თაობებს. და შინაარსი არის ისეთივე მარტივი და ღრმა. ეს არის კოლექცია წერილებისა, რომლებიც აკაკი წერდა არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ ქართველებს, რომლებიც დაიბადებოდნენ მის შემდეგ, ქართველები, რომლებიც იცხოვრებდნენ 10, 20, 40, 100 წლის შემდეგ. წერილებში აკაკი საუბრობს არა თავის მიღწევებზე, არა თავის ქონებაზე, არა თავის დიდებაზე. ის საუბრობს თავის შეცდომებზე, თავის შიშებზე, თავის იმედებზე. ის საუბრობს იმაზე, რასაც ის ისწავლა ცხოვრებისგან, გაკვეთილები, რომლებიც, როგორც ის სწამდა, შეიძლებოდა დაეხმარა მომავალ თაობებს თავიდან აეცილებინათ მისი შეცდომები და გაეგრძელებინათ მისი ბრძოლა. ერთ-ერთ წერილში, რომელიც დათარიღებულია 1930 წლის ნოემბრით, აკაკი წერს: ძვირფასო მომავალო თაობებო, მე არ ვიცი, როდის წაიკითხავთ ამ სიტყვებს. შესაძლოა 10 წლის შემდეგ, შესაძლოა 100 წლის შემდეგ. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, როდესაც თქვენ წაიკითხავთ მათ, საქართველო კვლავ იქნება იქ, შესაძლოა შეცვლილი, შესაძლოა დაზარალებული, მაგრამ კვლავ იქ, კვლავ ცოცხალი, კვლავ იბრძვის გადარჩენისთვის. და მე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ, თქვენი ბრძოლა არ არის ახალი. თქვენი ბრძოლა არის გაგრძელება ბრძოლისა, რომელიც დაიწყო საუკუნეების წინ და გაგრძელდება საუკუნეების განმავლობაში. და ყოველი თაობა, ჩემი ჩათვლით, თქვენი ჩათვლით, არის მხოლოდ ერთი რგოლი ამ ჯაჭვში. მაგრამ ყოველი რგოლი არის მნიშვნელოვანი. რადგან ჯაჭვი ისეთივე ძლიერია, როგორც მისი ყველაზე სუსტი რგოლი. ეს არის მესიჯი, რომელიც აკაკი ხოშტარია ტოვებს ჩვენთვის, მესიჯი არა სასოწარკვეთისა, არამედ იმედისა, არა დამარცხებისა, არამედ გაგრძელებისა, არა დასასრულისა, არამედ დასაწყისისა. რადგან აკაკისთვის მისი ცხოვრება არ იყო დასასრული, ის იყო დასაწყისი. დასაწყისი რაღაცისა, რაც გაგრძელდებოდა მის შემდეგ, რაც იზრდებოდა მის შემდეგ, რაც აყვავდებოდა მის შემდეგ. და ახლა, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ამ სიტყვებს, როდესაც ჩვენ ვიგებთ ამ ისტორიას, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, ჩვენ რომელი რგოლი ვართ ამ ჯაჭვში? რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ის, რაც აკაკიმ დაიწყო? რას ვტოვებთ ჩვენ მომავალი თაობებისთვის, არა ფულს, არა შენობებს, არამედ იდეებს, ღირებულებებს, ოცნებებს. 1932 წლის ზაფხულში, როდესაც აკაკი ხოშტარია იცოდა, რომ მისი დრო ამოიწურებოდა, მან გააკეთა რაღაც, რაც გააკვირვა ყველას, ვინც მას იცნობდა. ის მოაწყო დიდი მიღება, რომელიც არ იყო ისეთი ბრწყინვალე და ფუფუნებიანი, როგორც ის მიღებები, რომლებსაც ის აწყობდა ადრე, მაგრამ რომელიც იყო, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღება მის მთელ ცხოვრებაში. ის მოიწვია არა მდიდრებს, არა პოლიტიკოსებს, არა ბიზნესმენებს. ის მოიწვია ადამიანებს, რომლებსაც ის დაეხმარა წლების განმავლობაში, სტუდენტები, რომლებსაც ის აფინანსებდა, მხატვრები, რომლებსაც ის მხარს უჭერდა, მასწავლებლები, რომლებსაც ის აძლევდა რესურსებს, ექიმები, რომლებსაც ის აძლევდა შესაძლებლობებს. ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც იყვნენ იმ მიღებაზე, იყო ახალგაზრდა ქალი სახელად თამარ, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი განათლება ევროპაში აკაკის სტიპენდიით. დღეს თამარის შვილიშვილი, რომელიც ასევე ჰქვია თამარ, ინახავს დღიურს, რომელიც მისმა ბებიამ დაწერა იმ მიღების შემდეგ, დღიური, რომელიც აღწერს იმას, რაც მოხდა იმ საღამოს, რაც ითქვა, რაც იგრძნო. როდესაც ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ სასახლის დიდ დარბაზში, წერს ბებია თამარ, აკაკი ბატონი ავიდა პატარა პოდიუმზე და დაიწყო საუბარი. მაგრამ ის არ საუბრობდა ისე, როგორც მდიდარი კაცი საუბრობს ღარიბებთან. ის საუბრობდა ისე, როგორც მასწავლებელი საუბრობს სტუდენტებთან, საუბრობდა პატივისცემით, სიყვარულით, იმედით. რა თქვა აკაკიმ იმ საღამოს? ბებია თამარის დღიურში ჩაწერილია მისი სიტყვები, რომლებიც, როგორც ის წერს, ჩაიწერა ჩემს გულში სამუდამოდ.
აკაკიმ თქვა, ძვირფასო მეგობრებო, მე მოგიწვიეთ დღეს აქ არა იმისთვის, რომ მოგითხრათ ჩემი მიღწევების შესახებ. მე მოგიწვიეთ აქ იმისთვის, რომ მადლობა გითხრათ, მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მომეცით რაღაც, რაც არავინ სხვა ვერ მომცემდა. თქვენ მომეცით აზრი. აზრი იმისა, რომ ჩემი ცხოვრება არ იყო ფუჭი, რომ ჩემი ფული არ დაიხარჯა ფუჭად, რომ ჩემი ოცნებები არ იყო ილუზია. რადგან როდესაც მე ვხედავ თქვენ, ვხედავ სტუდენტს, რომელიც გახდა ექიმი, ვხედავ მხატვარს, რომელიც ქმნის შედევრებს, ვხედავ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ახალ თაობას, მე ვხედავ, რომ ჩემი ცხოვრება ჰქონდა აზრი. და ეს არის ყველაფერი, რაც მეოდესმე მინდოდა. მაგრამ შემდეგ აკაკიმ თქვა რაღაც, რაც გააკვირვა ყველას. ის თქვა, მაგრამ ახლა მე მინდა რაღაც თქვენგან. მე მინდა, რომ თქვენ დამპირდეთ ერთი რამ. დამპირდეთ, რომ თქვენ გააკეთებთ იმას, რაც მე ვაკეთებდი, არა იმავე გზით, არა იმავე მასშტაბით, მაგრამ იმავე სულით. დამპირდეთ, რომ თქვენ დაეხმარებით სხვებს, დაეხმარებით ისე, როგორც მე დაგეხმარეთ თქვენ. დამპირდეთ, რომ თქვენ გადასცემთ იმას, რაც თქვენ მიიღეთ, გადასცემთ არა მხოლოდ ცოდნას, არა მხოლოდ უნარებს, არამედ გადასცემთ იდეას, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ერთმანეთზე, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს ქვეყანაზე, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი მომავალზე. ბებია თამარ წერს, რომ იმ საღამოს ყველა ადამიანი იმ დარბაზში დადგა და დაპირდა არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით, რომლებიც მოჰყვა მას. ჩვენ ყველამ გავაგრძელეთ ის, რაც აკაკი ბატონმა დაიწყო, წერს ის. ჩვენ დავეხმარეთ სხვა სტუდენტებს, დავეხმარეთ სხვა მხატვრებს, დავეხმარეთ სხვა მასწავლებლებს. და ისინი, თავის მხრივ დაეხმარნენ სხვებს. და ასე თაობიდან თაობაში აკაკი ბატონის მემკვიდრეობა გაგრძელდა არა როგორც ფული, არა როგორც შენობები, არამედ როგორც მოძრაობა, როგორც ტრადიცია, როგორც გზა ცხოვრებისა. ეს არის ის, რაც ხდის აკაკი ხოშტარიას ისტორიას არა ტრაგედიად, არამედ ტრიუმფად. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის დაკარგა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ ნახა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა თავის სიცოცხლეში, მიუხედავად იმისა, რომ ის გარდაიცვალა იმ დროს, როდესაც ბევრი ფიქრობდა, რომ მისი ოცნებები იყო განადგურებული, მიუხედავად ყველაფრისა ის გაიმარჯვა. გაიმარჯვა იმიტომ, რომ მან შექმნა რაღაც, რაც იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი არმია, უფრო მდიდარი, ვიდრე ნებისმიერი ბანკის ანგარიში, უფრო მარადიული, ვიდრე ნებისმიერი შენობა. მან შექმნა მოძრაობა ადამიანებისა, რომლებიც სწამდათ იმავე, რასაც ის სწამდა, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რისთვისაც ის იბრძოდა, რომლებიც ოცნებობდნენ იმაზე, რაზეც ის ოცნებობდა. 1932 წლის დეკემბერში, როდესაც აკაკი ხოშტარიას გზა დასრულდა, თბილისი გაჩერდა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, არა იმიტომ, რომ ოფიციალური ხელისუფლება ამას ითხოვდა, არამედ იმიტომ, რომ ისინი თვითონ სურდათ. ისინი სურდათ ეთქვათ კეთილი გზა კაცისთვის, რომელმაც მისცა მათ იმედი, შესაძლებლობები, რწმენა იმისა, რომ საქართველო შეიძლება იყოს დიდი. მისი გზა დასრულდა მშვიდად ოჯახის წრეში, გარშემორტყმული იმ ადამიანებით, რომლებსაც ის უყვარდა და რომლებიც უყვარდათ ის. მაგრამ მისი მემკვიდრეობა არ დასრულებულა. პირიქით, ის მხოლოდ იწყებოდა. წლების განმავლობაში ათეული ახალგაზრდა ქართველი მიიღებდა განათლებას იმ ფონდებიდან, რომლებიც აკაკიმ შექმნა. ასობით მხატვარი შეძლებდა შექმნას ხელოვნება იმ რესურსებით, რომლებიც აკაკიმ დატოვა. ათასობით ადამიანი ისარგებლებდა იმ სისტემით, რომელიც აკაკიმ ააშენა, სისტემა, რომელიც არ იყო დამოკიდებული ერთ ადამიანზე, არამედ იყო აგებული იმისთვის, რომ გაეგრძელებინა თაობიდან თაობაში. დღეს, როდესაც თქვენ დადიხართ თბილისში და ხედავთ ხელოვნების სასახლეს, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ შენობას. თქვენ ხედავთ სიმბოლოს, სიმბოლო იმისა, რომ სილამაზე, კულტურა და ხელოვნება არის ის, რაც ხდის ერთ დიდს. როდესაც თქვენ ისმენთ ისტორიებს ქართველი სტუდენტების შესახებ, რომლებიც სწავლობენ ევროპის უნივერსიტეტებში ანონიმური სტიპენდიებით, თქვენ ისმენთ ეკო აკაკის ხმისა, რომელიც კვლავ ამბობს, განათლება არის გასაღები თავისუფლებისკენ. როდესაც თქვენ ხედავთ ქართულ თეატრებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას მიუხედავად ყველა სირთულისა, თქვენ ხედავთ ნაყოფი იმ თესლისა, რომელიც აკაკიმ დათესა 100 წლის წინ. მაგრამ აქ რჩება კითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს ყველა პასუხი. სად არის ის დოკუმენტები, რომლებიც დამალულია იმ საიდუმლო სეიფში? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს მართავენ იმ ტრასტს, რომელიც აკაკიმ შექმნა? რა სხვა საიდუმლოებები ელოდება აღმოჩენას იმ გვირაბებში, იმ არქივებში, იმ ოჯახურ კოლექციებში? და ყველაზე მთავარი, რას გააკეთებს მომავალი თაობა ამ მემკვიდრეობით, გააგრძელებს თუ არა ის, რაც აკაკიმ დაიწყო, თუ დაივიწყებს მას, როგორც მხოლოდ ისტორიულ ფიგურას? შესაძლოა, პასუხი არის არა ერთი, არამედ მრავალი.
შესაძლოა, აკაკი ხოშტარიას ნამდვილი მემკვიდრეობა არის არა კონკრეტული პასუხები, არამედ კითხვები, რომლებიც აიძულებენ ყოველ თაობას იფიქროს, ეძიოს, იბრძოლოს. კითხვები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო პატრიოტი, რას ნიშნავს იყო მეცენატი, რას ნიშნავს იყო ადამიანი, რომელიც აყენებს საერთო კეთილდღეობას პირად ინტერესებზე მაღლა. აკაკი ხოშტარია იყო ქართული გეტსბი, მაგრამ არა ფიცჯერალდის გეტსბი, რომელიც ეძებდა ილუზიას და იპოვა ტრაგედია. ის იყო გეტსბი, რომელიც ეძებდა რეალობას და იპოვა მარადიულობა. ის იყო ადამიანი, რომელმაც გაიგო, რომ ნამდვილი სიმდიდრე არ იზომება ფულით, არამედ იზომება იმ კვალით, რომელსაც შენ ტოვებ, იმ ცხოვრებებით, რომლებსაც შენ ეხები, იმ იდეებით, რომლებსაც შენ აცოცხლებ. და ეს იდეა იმისა, რომ ერთი ადამიანი, თუ მას აქვს ხედვა, გამბედაობა და სიყვარული თავისი ქვეყნისადმი, შეუძლია შეცვალოს ისტორია, ეს იდეა კვლავ ცოცხლობს. ცოცხლობს ყოველ ქართველში, რომელიც ოცნებობს უკეთეს მომავალზე. ცოცხლობს ყოველ ახალგაზრდაში, რომელიც სწავლობს, ქმნის, იბრძვის. ცოცხლობს ყოველ ჩვენგანში, ვინც ვკითხულობთ ამ ისტორიას და ვფიქრობთ, რას შემიძლია გავაკეთო მე. როგორ შემიძლია გავაგრძელო ის, რაც აკაკიმ დაიწყო, პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ადევნეთ თვალი ამ ტრაგიკულ და ამავე დროს შთამაგონებელ ისტორიას ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ კიდევ აკაკი ხოშტარია. და გამოიწერეთ არხი, რომ